საღამოშვიდობის თქვენ უყურებთ ღია სივრცეს, მე ნინო ზაუდაშვილი ვარ. დღეს იმის შესახებ გიყვებით, როგორ იქცნენ მედასავლეთე ქართველების პროტესტის გმირები კინოგმირებად. ხელისუფლება აგრძელებს პროტესტის კრიმინალიზებას და დაკავებულთა დისკრედიტაციას, რათა მათ მიმართ სოლიდარობა და საზოგადოებრივი თანაგრძნობა შეასუსტოს. ამის საპასუხოდ დამოუკიდებელმა ქართულმა კინომ გადაწყვიტა პროპაგანდის საკუთარი კინემატოგრაფიული ენით დაუპირისპირდეს. 11 რეჟისორი წარმოგიდგენთ 11 მოკლე კინოპროექტს. კინოპორტრეტს სინდისის პატიმრებზე. ეს ფილმები იმ ინდივიდუალობას აღადგენს, რომლის წაშლასაც სახელმწიფო პროპაგანდა ცდილობს და მაყურებელს აცნობს რეალურ ადამიანებს, მათ მისწრაფებებს და რწმენას. სტუდიაში უმასპინძლებთ ამ პროექტის იდეისა და ნამუშევრების რამდენიმე ავტორს, მაგრამ სანამ მათ წარმოგიდგენთ, მინდა პირველი ფილმის ჩვენებით დავიწყოთ. ეს არის სანდრო ქათამაშვილის ანიმაცია სრული სვლით თავისუფლებისკენ, მათე დევიზის შესახებ. როცა მუსიკოსი პროდასავლური დემონსტრაციების დროს დააკავეს, 20 წლის იყო. ფილმის მის განაჩენამდეა მართალია შექმნილი, მათ ეს 4 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს. სინდისის პატიმარი განაჩენის გამოცხადებას არ დასწრებია, მან თქვა, რომ გადაწყვეტილების მოსმენა არ შეუძლია და სხდომა დატოვა. განაჩენის გამოცხადებას სასამართლოს დარბაზსა და ეზოში შეკრებილები ხმაურით შეხვდნენ. მხარდამჭერებმა კი სასამართლოს ეზოში შავი კვამლი გაუშვეს. ასევე 2028 წლის ბოლომდე უარსობოთ ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან.
ჩემო მეგობრებო, თანამებრძოლებო, სულით თავისუფლებო. მინდა ყველას უდიდესი მადლობა გადაგიხადოთ თანადგომისთვის, სამშობლოს ერთგულებისთვის და რაც ყველაზე მთავარია, თავისუფლებისთვის. ფანატიკოსების კლანჭებიდან ჩემს გულში დაგროვილ უსაზღვრო ენერგიას და გამძლეობას გიგზავნით უთანასწორო ბრძოლის წინააღმდეგ. სისხლიანი ძალაუფლება და კუნთმაგარი ჯალათების ბო თავისუფლების ყურულს ვერასდროს ჩაახშობს. სამწუხაროდ, ეს მათ თავებში რთულად შესაშვები თემაა. დარწმუნებული ვარ ისინი ვერ ხვდებიან რისთვის ვირჯებით ამდენს. მათთვის ეს ისეთივე მიუწვდომელი და შეუცნობელია, როგორც სამყაროში მიმოფანტული galaktikები. ამ ბრძოლაში სანერვიულო და სადარდებელი ჩვენ არაფერი გაგვაჩნია. ჩვენ ვიცით, რისთვის ვიბრძვით. იდარდონ მათ, ვინც ვერ ხვდებიან ვისგან იცავენ. იდარდონ მათ, ვისაც არასდროს უგრძნიათ თავისუფლებისკენ მიმავალი წმინდა გზა. სინათლის საძიებლად უსასრულო წყვდიათში. სრულით თავისუფლებისკენ. მინდა მოკითხვა შეუთვალოთ აქედან მათეს. მასაც და სინდისის ყველა პატიმარს მადლობა გადაუხადო, რომ ჩვენი საერთო ბრძოლისთვის ისინი განუზომლად დიდ ფასი ხდიან. ახლა კი წარმოგიდგენთ ჩვენ სტუმრებს, პროდიუსერები ქეთი დანელია და თეკლა მაჭავარიანი, კინორეჟისორი ნუცა ალექსი-მესხიშვილი. ძალიან დიდი მადლობა. დღეს ჩვენთან ერთად ყოფნისთვის. დავიწყოთ თეკლა პირდაპირ, საიდან წარმოვიდა იდეა და როგორ გადაიქცა ეს ერთ ფილმად. ჩვენ ახლა რა თქმა უნდა ვნახავთ სათითაოდ ყველაზე მოკლე ფილმებს, მაგრამ მინდა მაყურებელ რამდენიმეს ყველა შეიძლება ვერ მოასწროთ, მაგრამ ვფიქრობთ რომ 6 ფილმი მაინც ყველა ვარიანტში გავა. მაგრამ მე მინდა მაყურებელმა იცოდეს რომ ეს არის 63 წუთიანი სრული ფილმი, სადაც ყველაზე არის მოყოლილი. ჩვენ ვეცდებით აუცილებლად რომ მაყურებელმა ის ვერსიაც ნახოს რაღაც პერიოდის გასვლის შემდეგ. თეკლა საიდან დაიწყო ეს იდეა? პირველ რიგში მადლობა, რომ კიდევ ერთხელ დაუბრუნდით აი ამ ძალიან მნიშვნელოვან თემას და დაუბრუნდით ამ ადამიანებს, რომლებიც აი მართლა მუდმივად ჩვენს თავშია, მაგრამ აი რაღაც საუბარი იმდენი რაღაც ხდება ჩვენ ირგვლივ, რომ ზოგჯერ ვერ ვახერხებთ, რომ მუდმივად მათი სახელები ვახსენოთ. ეს ინიციატივა გაჩნდა ძალიან ისე მარტივად, რომ ერთ-ერთ დღეს, როცა ბრუნდებოდით აქციიდან, რამოდენიმე ქართული კინოსაფრთხეში მოძრაობის წევრი, მივხვდით, რომ ჩვენ მართლა ყოველ დღე ვიდექით და ვდგავართ ეხლაც რუსთაველზე, რაღაც ჯარისკაცები ვით, მაგრამ ჩვენ თან კიდევ სხვა რაღაცების კეთებაც შეგვიძლია და მივხვდით, რომ ჩვენი მთავარი საქმე კინოშიც არის ის, რომ ფოკუსი ყოველთვის გადავიტანოს ადამიანებზე. და ეს ადამიანები, ვინც ახლა ციხეში აღმოჩნდნენ და თავისუფლად შეიძლება ჩვენს ყოფილიყავით მათ ადგილას, სანამ გახდებოდნენ პოლიტიკური პატიმრები, იყვნენ, რა ვიცი, მუსიკოსები, შვილები, მზარეულები, აი ექიმები, ან იმდენად საინტერესო, ცოცხალი და რაღაც აი სუფთა ცხოვრებით ცხოვრობდნენ, ზოგჯერ მართლა დაუჯერებელია, აი რო უყურებ, როგორ შეიძლება ესეთი განსაკუთრებული ადამიანები ყველა ერთად, რაღაცნაირად ერთი ბოროტების რაღაც წყობაში იყვნენ. და მოკლედ გადავწყვეტეთ, რომ გაგვეკეთებინა ესეთ 5 წუთი დაურეკეთ ჩვენს მეგობარ რეჟისორებს, ძალიან გამოცდილ და ძალიან კარგ რეჟისორებს და შევთავაზეთ, რომ თუ გააკეთებთ ფილმს, არ გვაქვს არც ფული, არაფერი, მაგრამ ერთმანეთი გვყავს, ჩვენ დაგეხმარებით, აი მართლა ხმაზე ვიდექით ზოგჯერ და მოკლედ აბსოლუტურად ჩვენი პირადი თანხებით და რეჟისორებმა ნუ აი საოცარი შრომა ჩადეს. გავაკეთეთ ფილმები, არჩიეს, აი ქეთი დანელიასთან აი რო გადავალთ. ქეთი დანელია იმის გარდა რომ არის კინოპროდიუსერი, არის ირაკლის მეუღლე, სამწუხაროდ რო ვთქვათ, ერთ-ერთი პოლიტპატიმრის და ქეთი არის ჩვენი ხიდი, ასე ვთქვათ. და ვთხოვე ქეთის, რომ რას ფიქრობ, რას იფიქრებენ მშობლები, ანუ რომ გავაკეთოთ ესეთი პირადი ამბები და რომ გაგვიხსნან უფრო მეტად გული და მოგვიყვნენ აი კონკრეტულად ისინი ვინ არიან ეს ადამიანები და ქეთი დაგვეხმარა, დაუკავშირდით ოჯახებს, ძალიან გაუხარდა ყველას. სამწუხაროდ მეტი ვერ შევძელით, მაგრამ ყოველთვის შეიძლება ამის გაგრძელება, უბრალოდ თან ბრძოლა, თან ყველაფერი ერთად ხდებოდა და გავაკეთეთ ესეთი ჩანახატი და ჩვენი მთავარი მიზანი, ეხლა დღეს რაც ხდება, ეგ იყო, რომ ჩვენი პირველადი იდეა იყო, რომ გვინდა რომ ქართველმა
ხალხმა ნახოს, ვინ არიან ეს ადამიანები. ანუ არც საფესტივალოდ, არც საზღვარგარეთისთვის ეს არ შეგვიქმნია. ეს შეგვქმნით ჩვენთვის და იმისთვის, რომ გვახსოვდეს, ვინ არის ახლა ციხეში ჩვენი მომავლის გამო და იმედია გამოვიდა რაღაც და სინდისის პატიმრებმა მოგზაურობა დაიწყეს შეიძლება კი დაიწყეს თუმცა სანამ მაგ თემაზე გადავვალთ თუმცა ქართული კინო საფრთხეშია და სინდისის პატიმრების რაღაცა აი ეს ამბავი ძალიან დაემთხვა ერთმანეთს და ფაქტიურად ერთი და იგივე პერიოდში მოხდა ეს და ისიც რომ ეხლა თქვენ დაინტერესდით ამ თემებით ამ ადამიანებით ხომ არ არის ერთ-ერთი თქვათ მიზეზი ისიც რომ კინოს ხალხიც აღმოჩნდა უცხოეთ პატიმრობაში. ანუ ბრძოლაში ცალკე და პატიმრობაში ცალკე. ბევრად ადრე ვიდრე ჩვენი ბიჭები ჩასწდებოდნენ ციხეში. კი, 2023 წელს კი მე ეს მახსოვს თავიდან ბოლომდე, კარგად. რა. ხო, ну რაღაც უკვე იცის ყველამ, რომ კინო ერთ-ერთი ყველაზე საშიში ობიექტი აღმოჩნდა მათთვის და ყველაზე ადრე და ძლიერი ერიში იყო მისატანი, ხო და ესეც ხდება ხოლმე და ამ შემთხვევაშიც ასე იყო და მაგრად დადგა ეს ხალხი ამის წინააღმდეგ და დღემდე დგას. ამიტომ ხო რა თქმა უნდა კინოც პატიმარია, მაგრამ ეხლა უნდა ხო რა თქმა უნდა ძალიან და თვითონ პატიმრებსაც შეეხებათ ჩვენ მე რა ვთქვა გადავიდეთ უკვე როგორ რა ვაჩვენეთ სად როგორ თუ არა ხო ჯერ არა მოგვიანებით გადავიდეთ ამაზე ჩვენ გვაქვს ამისთვის რომ როდესაც ამ გადაცემისთვის მასალებს ვაგროვებდით თუმცა უცხოელი აუდიტორიისთვის გათვალისწინებული ფაილიც შეაგვიგდო სადაც ამ ფილმის გმირი პოლიპატიმრების მოკლე ბიოგრაფიებია ამ ფაილს თუმცა წინადადება მიაყოლა ეს ალბათ არ დაგჭირდება მაგრამ მაინც იყოს გულისხმობდა რომ ამ ადამიანების შესახებ ჩვენ ისედაც უკვე ყველაფერი ვიცით არ არის ასე ჩვენ ნახევარიც არ ვიცით როგორი შესანიშნავი მოქალაქეები არიან სინდისის პატიმრები ახლა ელენე ნავერიანის ფილმს ვნახავთ ირაკლის შესახებ როგორც გითხარით ის პლასტიკური ქირურგია იმ ცნობილი 11-ეულიდან რომელზეც ვისაქმესაც ერთად განიხილავდნენ ირაკლის ჯგუფურ ძალადობაში დასდეს ბრალი და 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს ის ციხეში ვარჯიშობს კითხულობს და პოსტდიპლომური ეტაპისთვის რეზიდენტურის გამოცდისთვის ემზადება ნახოთ ახლა ფილმი ემიგრაციიდან არის დაბრუნებული დედაჩემი და ამაღამ მიფრინავს. მინდა უბრალოდ ხოლოდ რომ დავუშვათ სკოლაზე. 6 დეკემბერს ირაკი აქციაზე მიდიოდა. სახლიდან გამოსულს რეჟიმის პოლიციელები დახვდნენ და დაიჭირეს. მოსამართლემ ირაკლის თხოვნა არ გაითვალისწინა და დიდი ხნის უნახავი დედა სასამართლოზე არ დაუშვა. მოდი ვნახოთ მგელი, რამ შეჭამა მგელი? თოფმა. მოდი ვნახოთ თოფი, რამ შეჭამა თოფი? ჯანგმა. მოდი ვნახოთ ჯანგი, რამ შეჭამა ჯანგი? ისე მოხდა რომ მე ოჯახის შემქმენი 90-იანებში მესა ჩემი მეუღლე ორივე ექიმები ვართ, ის ზოგადი ქირურგია და მე გახლავართ გინეკოლოგი. მაშინ ზღაპარი მოხდა. 13 წელში პირველი შვილი შემიდგინა, 35 წელში 7 იანვარს. გაჩნდა ირაკლი ღამის 12 წუთს 15 აკლდა. ეხლა მოდი გაკოცე სიკარიკა, მოდი. მოდი. ძალიან ადრე დაიწყო ლაპარაკი. 8 თვის იყო რომ პირველი სიტყვა თქვა და პირველი სიტყვა რას თქვა ეს იყო მიყვარხარ. ვიცია ბავშვებმა თქვან დედან, მამან რაღაცა ვიღაცას სახელს თქვა. მიყვარხარ.
წლის იყო. დაიწყო ხატვა, დაიწყო ძერტვა. ხატრეთ, რასაც უყებოდი, პერსონაჟებს გამოძერწავდა სტუდში. მეტრება მუსიკა, რომელიც გარშეც უზომოდ მიჭირს. მეტრება საოპერაციო და პაციენტებთან კომუნიკაცია. მეტრება ისეთი მნიშვნელოვანი რაღაცები, რასაც უწინ ყურადღებას აღაქცევ. მეტრება სიტყვასიყვარული. 9 წლის ასაკში გამოდგა სურვილი, რომ დაეკრა მთვარის სონატა. გაუწდა ეს ქალი, მაინც ასეთ პატარა ასაკში საერთოდ ფსიქოლოგები ამბობენ, რომ როდესაც სურვილი უწდება მთვარის სონატის დაკვრის, ბავშვებს ეს რაღაც პირველ სიყვარულთან არის დაკავშირებული. და თავისი გრძნობების გამოხატვა ასკარად არიწოდით არიწოდა. უფრო ქმედითი იყო, ვიდრე ისეთი სიტყვიერი, ასეთი ძალიან ვაჟკაცური ხასიათი ჰქონდა ყოველთვის. ირაკლი დღესაც პატიმრობაში. რეჟიმის მიერ დატყვევებულია იმ სიყვარულისთვის, რაც სამშობლოს მიმართ გასცა. ის მოწყვეტილია საყვარელ ადამიანებს, საყვარელ საქმეს, ექიმობას. იმ გარემოს, სადაც თავისუფლად სუნთქავდა. ირაკლი არ ნებდება. მისი ყოველდღიური ყოფა ბრძოლაა. თავისუფლებისთვის, ღირსებისთვის და იმ ქვეყნისთვის, რომელიც მიუხედავად დიდი ტკივილისა, ყველაზე ძვირფასად რჩება მისთვის. იკა შემოგეუბნე ძალიან მენატრები, სულ შენზე ვფიქრობ დღე და ღამე. მალე გამოყო. სულ ყველა გამოყოთ ერთად. არავითარ შემთხვევაში დავცად. იმიტომ რომ მაინც სიმართლე ყოველთვის სიმართლეა. ოთმინდა გეფერების შემოგეუჩენი დედა. კინოს ხალხის გარდა უამრავი პროფესიის ადამიანია, სინდისის პატიმარი, ერთ-ერთი როგორც გითხარით, იტირაკი ქერაშვილი, რომელიც თქვენ ახლა ნახეთ, ფილმი მასზე, ელენე ნავერიანმა გადაიღო, ის არის პროფესიით პლასტიკური ქირურგი. იშვიათი ჯგუფი აქვს სისხლის ირაკლის, რამდენადაც ვიცი და 18 წლიდან ის სისხლის უანგარო დონორია. მისი გადარჩენილია 69 ადამიანის სიცოცხლე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია და ძალიან გვინდოდა რომ ცოდნოდა მაყურებელს. კეთი, აი ძალიან გვაინტერესებს თვითონ ელენე როგორ მუშაობდა ირაკლის ფილმზე. რა შეეხმარა, რა სჭირდებოდა თქვენი დახმარება, იყო თუ არა ეს თქვა ისეთი ინფორმაცია, რომელიც აუცილებლად უნდა ცოდნოდა ელენესაც, რომ შემდეგ გადმოეცა მაყურებლისთვის. და რა იყო ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია ირაკლის? იცით რა, ელენე იცნობს ირაკლის ძალიან დიდი ხანია. და როგორც კი დავიწყეთ ფილმის გაკანო, თვითონ ელენე თეკლა ჩაერთნენ და ელენე ხან იცნობდა კარგად ირაკლის, გადაწყვიტა რომ ელენეს გაეკეთებინა და ძალიან მალე და სწრაფად გააკეთა ელენემ, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა მას მიყარო, პირველი ფილმი იყო კი. თვითონ როცა დაასრულა ფილმი, მითხრა რომ თურმე ირაკლის არ ვიცნობდიო. და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ზოგადად ძალიან სენტიმენტებით ახსავს ვარ ხოლმე ირაკლის რო ეხება რაღაცა უსამართლობას, ყველაფერი ერთმანეთში არეული. ჯერ ისედაც კინო რა დღეში იყო და მე უცებ აღმოჩნდით რაღაც ეგზისტენციალურ კრიზისში ჩვენი ოჯახი, ესე ვთქვათ და
ოჯახთან ან ირაკლი როგორც ადამიანი ასე ვთქვათ ეს იყო მთავარი ამომავალი წერტილი და ელენემ საკმაოდ კარგად დაინახა მე მგონი ირაკლი და ძალიან მადლიერი ვარ ამისთვის ელენესი თვითონ ირაკლიმაც ნახა რამოდენიმეჯერ გასული ფილმი მაგრამ მე მგონი ვერ აღიქვავს ჯერ იმ ემოციით როგორცაც ახლა ჩვენ გვინდა რომ აღიქვავდეს ზოგადად ირაკლი ამას იმედია დღესაც უყურებს და ნახავს თავის თავზე ფილმს ესე ვთქვათ იმედი გვაქვს თუ არა და ჩვენ ამის საშუალებას აუცილებლად ვივცეთ მოწყობილები არიან ბიჭები და ზუსტად ახლა ეთერს მიღმა ზუსტად მაგას ვამბობდით რომ მარტო ხელოვნური ინტელექტი რომელიც ესე განვითარდა მათთვის არის რაღაცა მიუღწეველი და ვერც წარმოუდგენიათ რა არის და ან ძალიან ძიმე ამის ყოველფრის აღქმა ადამიანი როცა იტანჯება ციხეში არაფრის გამო და იტანჯება ყველა მისი ახლობელი ხო ბუნებრივია ძალიან ჩვენ ცალკე ზოგადად ოჯახის წევრები ცალკე ტანჯვას გავდივართ და არ ვიცი ყველა გმირია მე თუ მკითხა ვინც გარეთ არის და ვინც უძლებს ამას ყველაფერს და ბიჭები ხო საერთოდ გმირები არიან ხა სხვათა შორის ფილმს აქვს ასეთი ეპიგრაფი. მე ქუჩაში ვიდექი და ვაპროტესტებდი იმ რეალობას, რომელშიც ღორმუცელად ჩინოვნიკები არხეინად ცხოვრობენ. იმ ფულით, რომელსაც შორს გადახვეწილი ემიგრანტი დედები შეუვლობთ და გვიგზავნით. ხომ იცი უსამართლობას ვერ ვიტან. სულ რომ მარტოს მომიწიოს, მაინც არ შევწყვეტ ბრძოლას. არ და ვერ შევეგუები უსამართლობას. როგორც ჩანს, ირაკლი ამასწორად თავის ემიგრანტ დედას წერდა, რომელიც ემიგრაციაშია წასული და შვილის პროცესზე დასასწრებად ის სპეციალურად ჩამოფრინდა, მაგრამ მას არ მისცეს უფლება რომ დასწრებოდა ირაკლის პროცესი. ეს ალბათ ცალკე აღნიშნის საგანია დღეს აი ამ მოცემულობაში. მაგ პერიოდში ზუსტად დაიწყო სასამართლოების მუქარით დახურვა და სასამართლოზე ჩვენ არ მივდიოდით იმისთვის რომ სიმართლე დაგვედგინა ეს ბიჭები მართლები იყვნენ თუ მტყუანები რეალურად მათ სანახავად მივდიოდით და დედა რომელიც ჩამოსული იყო და ანუ მართლა ძალიან დაიტანჯა ქეთი და არც ვიცი უბრალოდ დედა ამ დროს რას გადის როცა მისი შვილი დატყვევებული არაფრის გამო არ შეუშვეს იმიტომ რომ ზუსტად მაგ დღეს დახურა სასამართლოს ხდომა ერთ-ერთმა წინა სასამართლო პროცესები ჰქონდა და მაშინ დახურეს ხდომა რაც მერე უკვე აღმოჩნდა ამის გვეშინოდა იმიტომ რომ ისეთი პროცესები იწყებოდა რომ სულ ვიძახით სრულიად არ დახურონ ხდომები და მაქსიმალურად არ ქნან ისე რომ რეალურად მედია აკრძალონ და ეგრე აგიხდეთ ყველაფერი როგორც მოხდა რა თქმა უნდა სამწუხაროდ. ხო აუცილებლად უნდა დავსვა ერთი შეკითხვა. რამდენადაც მე მაქვს ინფორმაცია და მაინტერესებს სწორია ეს ინფორმაცია თუ არა რომ თქვენ და ირაკლი ციხეში იქორწინეთ და იქ დაიწერეთ ჯვარი რამდენადაც მე ვიცი ეს ასეა? კი ეგრეა ჩვენ ყავდა ორი არაჩვეულებრივი ბადრაგი ხელის მომწერი პიროვნება. კი ძალიან ირონიით ყვები ამას იმიტომ რომ ცხოვრება თურმე უნდა გაიცინო რაღაც მომენტებში როცა ტრაგიკულ მონაკვეთს თვალს უსწორებ მაგრამ ის იყო პირველი მომენტი და არ დამოუწყდება არასდროს როცა შევეხე მას 4 თვის მერე და ძალიან სასიამოვნო პროცესი იყო თქვენ ნამდვილად ვერ გეტყვით უბრალოდ ხელის მოწერა იყო და 5 წუთი ჩახვტების მომენტი და მაგიდან დაიწყო ჩვენი ცოლქმრობა ესე ვთქვათ მე როგორც ვიცი 4 წყვილი იყავით იქ კი 4 წყვილი ვიყავით პატარძლები ესე მოგვიხსენიებდნენ და მე თვალი მითამაშებდა ამას რომ ამბობდნენ იმიტომ რომ პატარძლის გარდა ყველაფერი ვიყავით 4-ვე რაღაცა ძალიან ძიმე დასაქმელია რეალურად იმიტომ რომ ეხლა რო უყურებ მაშინ თურმე ციხე არ იყო ესეთი გადავსებული დღევანდელი გადმოსახედიდან ციხე არის გადავსებული იმდენი პატიმარი ყავს საქართველოს და მით უმეტეს გლდანს რომ გრაფიკიც არის უკვე დადგენილი ვინ როდის როგორ უნდა შეუგზავნოს თავის ოჯახის წევრს საკვები ან ნივთი ან რაიმე რაც გარკვეულ სამდეხელში ერთხელ ახერხებს თქვა აი კონტაქტი რამდენად დაახლოებით კვირაში ერთხელ რატომ არაძლებენ მეტად უფლებას თუ იცით როგორ რაღაც ანუ გაჩნია რამდენი ადამიანია საკანში და გადატვირთულია ზოგადად პენიტენციური სისტემა, რასაც მე პირადად ვხედავ, იმიტომ რომ 2 წლის მანძილზე ყველანაირად ვაკვირდებოდი ამ აღმასვლას და დაღმასვლას ესე ვთქვათ და საკმაოდ ბევრი ბრძოლა მომიწია, თუმცა მინდა ისიც აღვნიშნო, რომ ძალიან ბევრი ძალიან კარგი ადამიანი მუშაობს გლდანის ციხეში კერძოდ, რომლებსაც დიდი მადლობა, რომ კარგად ექცევიან, ადამიანურად ექცევიან ესე ვთქვათ ჩვენს ბიჭებს. ყოველი ასეთი აღნიშნვის დროს მიჩნდება შიში რომ რაიმე საფრთხე არ შეუქმნათ ადამიანებს რომლებსაც ვაქებთ სამწუხაროდ ეს არის აბსოლუტურად ესეთი ემოცია მაგრამ მე მაინც მგონია რომ ადამიანებს უნდა დაუფასოთ თუ ადამიანობა დავკარგეთ და ერთმანეთთან ანუ მაგას მნიშვნელობა არ აქვს სად მუშაობ ხო ანუ პენიტენციურში მუშაობ თუ უბრალოდ არ ვიცი ექიმი ხარ ექთანი ხარ ვინმე თავის საქმეს თუ სწორად არ გააკეთებს ადამიანის სიცოცხლე შეიძლება შეეწიროს და ზუსტად ვიცი რომ ბევრი ცუდი ადამიანიც მუშაობს პენიტენციურ სისტემაში და მათ
მე პირადად მიმართავ, რომ არავის არაფერი არასდროს არ შერჩება. ეგ არის რა ვიცი, ფაბულა მე მგონი ცხოვრებისეული. დღეს და ხვალ შეიძლება არა, მაგრამ დრო გადის და დრო მათ წინააღმდეგ არის ხშირ შემთხვევაში. დრო ყველას ყველაფერი გვახსოვს. რამდენიმე შეკითხვა მაქვს ნუცასთან. პირველ რიგში, ყველა ვიცით ახლა რომ კინო საკმაოდ ძვირი სიამოვნება და აი როგორ მოხერხდა მაინც აი ამ ყველაფრის მობილიზება, გაკეთება, გადაღება, ყოველგვარი ანაზღაურების და ყოველგვარი ფინანსების გარეშე ეს მართლა საოცრება, აბსოლუტურად არ ვიცი, ფანტასტიკის პერიოდა. ეს ისევ თეკლას და კეთის უნდა მიუბრუნდეთ, იმიტომ რომ 10 ფილმი გაკეთებული იყო, როგორც უკვე თქვეს, რა თქმა უნდა, საკუთარი ძალებით. არ არის ეს უკვე დღეს ისეთი იშვიათობა, იმიტომ რომ სხვა გზა არ არის და ანუ ენთუზიაზმით და სურვილით რომ ადამიანების კი. მაგრამ კინოინსტიტუტმა შემდეგ ძალიან დიდი საქმე გააკეთა, როცა ფილმებმა და ჩვენმა სინთეზისპატიმრებმა მართლაც მოგზაურობა დაიწყეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. სად იყვნენ უკვე? ვინ ნახა ეს ფილმი? ვისთან ჰქონდათ შეხვედრა? აი როგორი იყო რეაქციები ამ ადამიანების? ძალიან მაინტერესებს. დიახ, მოკლედ მე ეს ბოლო ფილმი გავაკეთე, ასე ვთქვათ და მე გავაერთიანეთ ეს ფილმები და გამოჩნდა, რომ შეიძლება ამ ფილმების ერთად ჩვენება. ეს რაღაცა ხელოვნების პატარა ნიმუშად იქცა ერთად ეს ყველაფერი, რაც არ იყო ეს ავტომატურად არ იგულისხმებოდა, ხო, იმიტომ რომ ამდენი ინფორმაცია ყველაფერი თითქოს კიდევ ერთხელ ვამბობთ, რომ ვიცით ვინ არიან ეს ადამიანები. თუმცა ეგრეც არ არის, მაგრამ აი რაღაც გამჭოლი აზრი გაჩნდა, რა გამჭოლი ემოცია, რაც თქვენც ნახეთ, ხო? ძალიან ჩვენებას და მაყურებლისგანაც ეს და მოგეთ პირველი ეგეთი აზრი მოგვივიდა, ვაჩვენეთ ერთხელ ბერლინის ფესტივალის მსვლელობისას უკვე მეორე წელია ვაკეთებთ ხოლმე ნანა ექვთიმიშვილია კონტაქტში ძალიან კარგი ეგეთ საავტორო კინოს, ეგეთ პატარა კინოთეატრთან და იქ იყო ეს პირველი ჩვენება და იქ უკვე დავინახეთ, რომ ნუ რაღაც ხდება რა, რაღაც ძალიან საინტერესო. მე მიქიდა იქ უკვე ნახეს, თქვათ ვისბადენის ფესტივალის დირექტორმა და მართლა შეიტანა, ასე ვთქვათ, რა თქმა უნდა პარალელურ პროგრამაში, მაგრამ დისკუსიის და ესეთი მრავალფეროვანი კალეიდოსკოპი ქვია მათ პარალელურ პროგრამას და ესეთი მართლა საინტერესო იყო, სუეხლახან იყო ორდღიანი საქართველოს მიუძღვნეს ესეთი ერთი დღე იყო დისკუსია საქართველოს თემაზე და მეორე დღეს იყო ფილმები, რაც შეიძლება პირიქით უნდა ყოფილიყო. ამიტომ პირველ დღეს იყო ესეთი, საკმაოდ, რა თქმა უნდა, არაზოგადი, იმიტომ რომ რასაც შეგვეძლო ყველაფერს ვამბობდით, ბერლინიდან იყო ჩამოსული ძალიან კარგი პოლიტოლოგი ქართველი სრულიად ამომწურავად ყველა არჩევნებიდან დაწყებული 24 წლის, მერე 28 ნოემბრის განცხადება, მერე ასე შემდეგ, მოკლედ ყველაფერი, ხო და ესეთი მკაფიოდ ნათელი და მაინც ესეთი კითხვები წამოვიდა, ხა გზად აღარ მოუყვები, რომ ძნელია მაინც ხანდახან ესე არ იგულისხმება, რომ ყველას ყველაფერი ესმის, რას ამბობ, ყველგან არის რაღაცნაირი ცოტა საწინააღმდეგო თუ ეჭვის თვალი, მაინც ხო დღევანდელი სამყარო ხო რაღაც ნაწილებად არის დაყოფილი, ყველგან არ ელოდებიან შენგან ზუსტად იმას და მით უმეტეს სხვაგან ვიყავით და მეხსიერება არსებობს, რომ ჩვენ ევროპისკენ მივისწრაფოდით, ეს ხო ძალიან გამოხატული მთელი ქვეყნის მასშტაბით და თქვა ყველა ადამიანისგან იყო ამისი მზაობა და აი ეს ცვლილება ცოტა მათთვისაც იყო ალბათ. და რაღაც დაძაბული რაღაც კითხვებიც იყო ესეთი ცოტა რთული და მოკლედ მეორე დღეს ეს იგივე ხალხი მოვიდა ამ ფილმების თანახმად და მართლა გააკეთა ამ ფილმმა, ასე ვთქვათ, ამ ადამიანებმა ეს თავის საქმე და მართლა იგივე ადამიანები, ვინც წინა დღეს რაღაცას კიდე აბა იქნება, ასე იქნება, ისე იქნება, უნდა დაელოდოთ იქნებ ესეთი ანუ იდეები ქონდათ უკვე რაღაცა რაც უნდათ ეს არა იცით თითქოს აი იქნება არ არის ესეთი ბოიკოტი პროტესტი ესე უნდა იყოს თუ არა რაღაც 1000 და აი მართლა დაინახეს რა შესაძლოა იმიტომ რომ ეს არის ჩვენი ისტორია ჩვენი ყველაზე დიდი სირცხვილი ჩვენი ყველაზე დიდი ყველაზე სუსტი წერტილი ყველაზე ემოციური და ყველაზე მიუღებელი არის ის რაც უსამართლო ადამიანის ციხეში ყოფნა უსამართლო ეს არის ხაზის გასასმელი იმიტომ რომ მათ ვერც კი დაუმტკიცეს არც დაუმტკიცეს მე ვფიქრობ რომ არც შეითითხნა ეს ბრალდებები იმიტომ რომ სწორედაც ეს უნდათ ეთქვათ ჩვენთვის რომ სწორედ რომ ვისაც გვინდა იმას დავიჭერთ მე ესე მესმის ამ ადამიანების ციხეში არა ის როგორ ის იყო მე ყველა პროცესზე ვიყავი არც ერთი დღე არ ჩამიგდია რეალურად რასაც ვაკვირდებოდი იყო რომ
უცებ გადაწყდა სახელმწიფო უწყებებში, რომ ეხა აირია სიტუაცია და უნდა ჩავკლათ ეს ამბავი და ესე ამოიღეს ბიჭების თემები და უცებ ისეთი ის არის ახლა ვიდეოებს რომ დააკვირდებით ამ ვიდეოს სიტყვაზე ვთქვათ ირაკლი ისვრის შუშხუნას ხელში უჭირავს ეს შუშხუნა სად მიდის როგორ მეორე მხარეს არ გვეჩვენებენ როდესაც ადვოკატები ეკითხებოდნენ რომ სად არის მეორე მხარე იმიტომ რეალურად რეაქცია action reaction ეს თემა არის ხო ყველაფერში მეორე მხარეს ვიდეოები არავის არ აქვს იმიტომ რომ ირაკლის განაჩენი გამოუტანა 7 წამიანმა და 4 წამიანმა ვიდეომ რომელშიც უბრალოდ ხელში უჭირავს და ანუ რეზო კიკნაძეზე შემიძლია ვთქვა რომ უბრალოდ სალფეთქი უჭირავს და სალფეთქს ესე აგდებს. ბევრი ანდრო ჭიჭინაძეზე საერთოდ არ არსებობს. რეალურად ეს ბიჭები ხარ უყურებთ ვიდეოებს თვითონც იცინოდნენ იმიტომ რომ ხო მიდიოდა ვიდეოს განხილვად. მართლა სასაცილო იყო იმიტომ რომ თვითონც გვიყურებდნენ და ანუ გვეუბნებოდნენ ნუ ნერვიულობთ არა აქვს აზრი არაფერს აქ რაც ხდება უბრალოდ თქვენ სანახავთ მოვდივართ და პრობლემა იმაშია რომ იმდენ რომ შეთითხნილიც არ არის ერთ შეთითხნეს ანუ და შეთითხნას ალბათ ძალიან დიდი ნიჭი ჭირდება არა ანუ არ ჭირდებოდეთ იმიტომ რომ ყველაფერი გადაწყვეტილი იყო ზეციურ საქართველოში მათთვის და ანუ რაც არის მიღებული რომ ამას უნდა აუცილებლად მიუსაჯოთ რაღაცა წლები და მიუსაჯეს რა პრობლემა იყო მათთვის საზოგადოებამ მიიღოს უსამართლობა კი ბატონო და შეგუა რაღაც ნაწილი აი ეს იყო მართლა მიზანი მე მართლა მესმის რომ აი რაც არის მიუღებელი მოსინჯო რამდენად შეიძლება ეს მიაღებინო და რა თქმა უნდა არ შევეგუეთ და რა თქმა უნდა არა ესე რაც არ უნდა შეგუო მე თქვენ მნიშვნელობა მაგას არ აქვს მაგ დროს აქვს მნიშვნელობა და ამ დროში ადამიანები ყვდებიან, იბადებიან, იცვლებიან, არ არსებობს სისტემა, რომელიც არ შეცვლილა. დღეს რო კომფორტულად ხარ ადამიანი, შეიძლება ხვალ დაღმასვლით წახვი და ქვევით. ეგ უნდა იცოდეს ყველა, მნიშვნელობა არ აქვს. პარლამენტში მსხდომი უდიპლომო პიროვნებები არიან თუ დიპლომირებულები, რომლებიც ხედან სასამართლო სისტემაში, იმიტომ რომ სასამართლო სისტემა ნამდვილად ყარს, თან ძალიან ცუდად ყარს, პოლიტიკურად გადაწყვეტ დიდი ხანია, კი ბატონო და მით უმეტეს აი რაქნან პოლიტიკური ეგ იქნება ზუსტად ვიცი ბოლოს აი რა მექნა ეგ არ არის გამოსავალი მე შემეძლო ძალიან კომფორტულად მეცხოვრა ყოფილიყავი კონფორმისტი მაგრამ ავირჩიეს სწორი გზა იმიტომ რომ ღამე მინდა მშვიდად ძილი და ეგ უნდა და ზუსტად ირაკლისაც 28 ნოემბერს სახლში ვიყავით არ დამოვიწყდება არასდროს და ანუ ესე დავსხედით ორივემ და ერთმანეთს გავხედეთ იმიტომ რომ მეც და ირაკლისაც ძალიან დიდი შანსი ბევრი შანსი გქონია რომ საზღვარგარეთ წავსულიყავით და გადასარევად გვეცხოვრა საზღვრებს მიღმა არ გვინდა იმიტომ რომ ჩემი ოჯახი ცხოვრობს აქ ჩემი ქვეყანა ჩემი მეგობრები ჩემი სახლია და ზუსტად ეგ იყო ერთმანეთს გავხედეთ და ვიბრძვით თქო და ეგ იყო ჩვენი გადაწყვეტილება ზუსტად და ბოლომდეც ვიბრძვი იმიტომ რომ რა ვიცი სიცოცხლის ბოლომდე ვიბრძოლებ სიმართლისთვის და ადამიანების არ დაჩავრისთვის მეც და ირაკლიც და ის ყველა ბიჭი ვინც იქ არის და გოგო ასე ახლა კი კიდევ ერთი ღიმილის ბიჭი გიორგი გიორგაძე გვინდა გაგაცნოთ ერთ-ერთი პირველი იყო დაკავებულთა შორის მასაც 2 წელი მიუსაჯეს ისიც 20 წლის იყო როცა 2024 წლის დეკემბრის დასაწყისშივე აიყვანეს გიორგი ტექნიკური უნივერსიტეტის IT პროგრამების მესამე კურსელია ხან გლოვოში მუშაობდა ხან Evolution-ში ბოლო პერიოდში მამას ეხმარებოდა თავის კომპანიაში ამზადებდა გაზგაყვანილობის პროექტებს ბეჭდავდა დასკვნებს აკეთებდა ნახაზებს მისი ცხოვრების და გულისაც ალბათ დიდი ნაწილი კი ფეხბურთს უჭირავს. ამიტომ გასაგებია რომ რეჟისორმა ლევან შუბაშვილმა ეს გეზი აირჩია. იმის ვეღერა დავიწყეთ, უზეხელი გვიწვია და აი შუაში სადღაც ჩერდება და მეუბნება ეს ორში მოდის და ეხლა ჩუმადო და მოусმინეო რა უბრალოდ თვალები დახუჭეო და ეგრე მოусმინეო. და მეთქი კაი თქო და ნუ თვალები დავხუჭე და მესმის მთელი დინამო საქართველოს იმს რომ ღერის რა.
მთელი დღე მაგ მატჩის მერე მიყვებოდა ბავშვობიდან მოყოლებული, როგორ დადიოდა ძველი ნაკრების თამაშებზე და მეუბნებოდა და იმას უსვამდა ხას ყოველთვის, რომ აი შენო ეხა ხო გიხარიაო რა, მაგრამ მეო მაგაზე ვოცნებობ ბავშვობიდან შენზე მეტად მიხარიაო ევროპაზე რა გავედით. ამოდი მაგრამ სან გავიდე. ცოდა ხო რომ ავსულიყავით. ხო, წინ დღეს გავარდხილე, ხო შეიძლება ამოვიდეთ. ნახევარი საათი ვიდექით 40 წუთი სადღაც და მე რომ დავიღალეთ, წამოვედით უკან და შუაგზაში დარეკა კაკრას. ზუსტად წამოსვლიდან 5 წუთი. ზუსტად რაღაც წამოსვლიდან 5 წუთში გზაში დარეკა და ჩვენ გაგვიხარდა რაღაც ყვირა დავიწყე ყველა ველაპარაკებით ერთად და ეს ჩხუბობს იქიდან ნუ ველაპარაკებით სულ ყველა ერთად. არ მესმის არა. ხო და ეხლა ჩვენ გამობრუნდებით თქო და გავბრუნდით რა. ხო, გითხრა ვა, არ მინახი ხართ მობრუნდით. რომ მივედით კიდევ ველოდებოდით რაღაც. მე დაგვინახა. ხო, მე კაკრას შუქი აინთო და დაგვინახა და ესე ხას გვიქნავს არ ჩერდება ჩვენ რო გვიყურებს არ ჩერდება ვაფშე. თან მარტო ლანძ ხედავ. ვიპოვით 12 თებერვლის თორის. აი, აქ მივუწე და აი აქ ამ ვიდეოს გამოგიგზავნე. აქ ხელებს გვიქნევს ფანჯრიდან. რა გამომენა ფიფავე რა. ილოცად გარგავა. მის საყვარელსავეძლო იყო ყოველთვის საქართველოს სამშობლოს სადღეგრძელო რა. ყოველთვის სუფრაზე მაგის გარეშე შანსი არ იყო ეგ რო არ ეთქვა. ვინმეს რო არ ეთქვა გიორგი დაიწყებდა მაგ თემაზე საუბარს. გერმანიაში რო იყო ევროპის ჩემპიონატზე, მაშინ პირველად იყო საზღვარგარეთ საერთოდ წასული რა, ანუ ევროპაში იყო პირველად წასული და ყველაზე მეტად რაც მოეწონა იქნება იმას ყვებოდა მთელი დღეები რომ რა უნდა და რომ ეგრე ყოფილიყო ეგ აქ რო ყოფილიყო ეგრე რა 104 წლის წინ ქართველმა ხალხმა იშრომა იბრძოლა რომ ჩვენ დღეს აქ დამოუკიდებლად ყოფილიყავით და საქართველოს სახელით ყოფილიყავით აქ რა და სადღეგრძელო საქართველოს სახელით გვეთქვა აი ასე და გაუმარჯოს იმ ხალხს რა გაუმარჯოს. კარგები ხართ. იუმორიც ძალიან მაგარი გაქვთ. თქვენ შემოგევლოთ მანამასწავლებელი. ერთი უნდა დარჩეს ესკაზე. ვინ გადააგდებთ? რომელი გადააგდებთ? ანესანეს. აი სამსაჯი გადააწყვეს. ეხლა სამსაჯი ჯეირანი ითამაშე. რა ჯეირანი? ჯეირანი ითამაშე. მე არ ჩეთკანზე არის ის კანცეზის. ჯეირანი. ითამაშე. შენს კანცეზის. უგო რა იყო? ასელები არა ვარ. მოგიგე სკოლაში სუღადაობდა, სუხუმრობდა მასწავლებლებსაც ეღადავებოდა. რუსულის მასწავლებლებს რუსულის გაკვეთილზე აჯანყებულად ითვლებოდა ხოლმე ყოველთვის. უარს იძახდა მეო არო ტრისენასო არო კი პრინციპები კი პრინციპები. ანუ რაც აინტერესებდა იმაზე წინიჭდა, რაც არ ინტერესებდა ვაფშე არ იჯდა. ანუ უკან იჯდა ვაფშე არ იყო კლასში. გეოგრაფია რატო უყვარდა თქვენი აზრით ეგრე ფეხბურთიდან გამომდინარე უმარტივდებოდა ძალიან. წელი რო გამოაგზავნა როგორ დაიწყო ვის გახსოვთ ეხა უფრო სწორი ციტირება დასაწყის წერილის. დღეს მზიანი დღე გათენდა გლდანის მერვე პენიტენციურ წერილი წამოგეღო. E ბლოკში. კი რო ალექსა და ლევანი წერთ ჯუდ ბელინგემს აღნიშნა კიდევ ერთხელ რომ გააკეთოს მოდი უთხრათ რა. კი, შემდეგ სასამართლოზე აუცილებლად ჯუდ ბელინგემის პოზა გვესაჭიროებათ. გთხოვ რომ შემდეგ სასამართლოზე ისევ ჯუდ ბელინგემის აღნიშვნა მართალია გოლებს ვეღარ იტანს, მაგრამ ჯუდი კიდე რა უთხრათ ალექს მუსიკა ბევრი მუსიკა დახვდება ახალი რო გამოვა თავისი საყვარელი მუსიკოსების
თეკლა მე უკვე ნუცას დავუსვიკითხა და ნუცამ გადმომა მისამართა შენთან აი მესმის და სხვაშორის კოტეჩლაიძემაც მომიყვა როგორ იღებდით ამ ფილმებს და ვის თქვა ხმის რეჟისორი როგორ ყავდათ საერთო ყველას თქვა ან ვიღაცას ეჭირა განათების თქვა რაღაც წერო და ასე შემდეგ და იყო ძალიან ისეთი ინტენსიური და კოლეგიალური დამოკიდებულება ამ ფილმების გადაღების დროს ეს სრულიად მესმის მაგრამ მაინც აი როგორ იყო თუ არა თქვა რაღაცა საშუალებები გამოჩნდა თუ არა რომ რაღაც აი ფინანსურად ელემენტარული საჭიროებები თქვა დაკმაყოფილებულიყო ადამიანების ვინც იმუშავა და ძალიან ბევრია ასეთი ვინც იმუშავა არა, ძალიან მარტივად რო თქვა, არანაირი საშუალება არ მქონია, თუმცა ქართული კინო სამწუხაროდ შეჩვეულია იმას, რომ ჩვენ გვიწევს ბევრი როლი ერთად მოვირგოთ, რომ ის გავაკეთოთ, რაც გვიყვარს და ისიც გვჯერა და ამ შემთხვევაში ეს გაასმაგებული იყო, იმდენად დიდი мотиваცია გქონდა ყველას, აი ძალიან ბევრი დრო რომ მქონდეს ყველა რეჟისორზე მოგიყვებოდით, აი რამხელა ენერგია აქვთ ჩადებული და ერთი მახსოვს რომ სალომე მიდიოდა მზიას პროცესზე ჯაში და გავყევი, იმიტომ რომ ტექნიკა და წაგვეღო რაღაცნაირად და იმთხოვა რომ ხوار შეგიძლია და კი აბა რა მეთქი ჩემი მანქანით და ესე აი ძალიან პატარა იქ კოტე რამდენი ხანი იღებდა ფილმს რომელსაც თქვენ ნახავთ აი არაჩვეულებრივი ფილმია და დადიოდა თავისით ამ პროცესებზე აი ჩვენ ყველანაირად ვცდილობდით რომ ხელი შეგვეწყო მაგრამ აი მაინც მინდა ვთქვა რომ ყველა ავტორმა აი მართლა თავისით აი იმხელა რაღაც იმხელა შრომა გაწია რომ აი არ ვიცი ძალიან მადლობელი ვარ მარტო იმისთვის რომ მე როგორც მაყურებელს ეს შემიქმნეს და რა თქმა უნდა ხა ჩვენც რაღაცა თარგმნიდით ვაკეთებდით აი არასდროს რო სუბტიტრები ყველაფერს აკეთებდა მოკლედ იყო ასეთი ყველაფერს ვაკეთებდით და გავაკეთებთ საჭირო თუ იქნება იმიტომ რომ ესეთი საქმისთვის არავის არ გვაქვს მოლოდინი და არც გვჭირდება რომ არც დამგარა ეგ საკითხი გაგებოთ როჯერაც რომ თითქოს რუსთაველზე ყოველ საღამოს სულ რომ მიხდიდნენ ყოველ საღამოს რუსთაველზე გამოსვლა არის ურთულესი და ეხა როგორ შეიძლება რომ დაიჯეროს ადამიანმა რომ ამაში ჩვენ ფულს ვიღებთ არა აი ეს წარმოუდგენელი და მინდოდა რომ კიდე ერთხელ მეთქვა რომ აი ეს რაღაცა საოცარი აბსურდული ჭორი რომელიც აი მე მგონი რომ თვითონაც არ ჯერათ ვისაც ვიცავ ამბობ პროპაგანდა თეკლა იცი რა მაინტერესებს ეხლა ეს ფილმი შეიძლება გახდეს ინსპირაცია ახალი ფილმებისთვის. ამ შემთხვევაში ვთქვათ გამეორდება იგივე რომ აი თქვენ ყველაფერს გააკეთებთ იმისთვის რომ ვთქვათ ისევ დაეხმაროთ ერთმანეთს და კიდე სხვებზეც გაკეთდეს ეს ფილმები რომ მაყურებელმა რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდა გაიცნოს ვინც ახლა ჩვენ გამოდის ნებისმიერი ადამიანის გამო რომელიც დღეს რუსთაველზე დგას და პროტესტებს არსებულ სიტუაციას რომ ამათ გამო ამათზე შეიქმნას ფილმები სხვა ახალი ფილმები აი აქვე მინდა დავამატო ის რომ აი კინოინსტიტუტის დახმარებით და ზოგადად ეს ფილმები რომ გავიდა უცხოეთში ჩვენ როგორც თქვი არ იყო ეს ჩვენი მიზანი მაგრამ რაღაცნაირი мотиваციაც გახდა ახალგაზრდებისთვის რომ აი რომ ვაკეთებთ ანუ Facebook-ისთვის არ არის მხოლოდ ანუ რაღაცნაირად აი დიდი მასშტაბი მიეცა იმის და მივაწვდინოთ ხმა და მივაწვდინოთ ხალ აი ერთ მაგალითს ვიტყვი რომ ამსტერდამში იყო ჩვენება ყველაზე დიდი დოკუმენტური კინოფესტივალი არის ითვა სოფლიოში და ითვას ქონდა რაღაც კონკრეტული არასაფესტივალო პერიოდში მაგრამ აკეთებს სხვადასხვა ჩვენებებს და ამსტერდამში გააკეთეს ჩვენება მიუძღვნეს თოქი და აჩვენეს თიკუ კობიაშვილის ფილმი ზვიად ცეცხლაძეზე და მე მომცა პირადად ჩემმა ჰოლანდიელმა მეგობარმა აი დასტა წერილებისა ფილმის ნახვის შემდეგ რამდენი წერილი გამოუგზავნეს ზვიად და ვიცი რომ ეხლა დაბადების დღისთვის მშობლებს მისცა თიკუმ წერილები და ზვიადიც წაიკითხავს ამას ანუ ძალიან დიდი ემოციური კავშირი დაამყარეს არა მარტო საქართველოში არამედ უცხოეთშიც ჩვენს პოლიტიკურ პატიმრებთან და ამ არაჩვეულებრივ ადამიანებთან და რაც შეეხება თქვენ კითხვას რომელიც იყო იმაზე თუ ვინმეს მოუნდება რომ კიდევ ერთხელ ანუ კიდევ შექმნან ფილმები ჩვენ დიდი სიამოვნებით დავეხმარებით იგივენაირად ვეცდებით რომ გავუწიოთ რავი დავეხმაროთ დავაკავშიროთ აგერ ქეთიც დაგვეხმარება და ძალიან ბევრი ამბავია მოსაყოლი და თუ ვინმეს გაუჩნდება სურვილი დიდი სიამოვნებით დაგვეკავშირდნენ ჩვენს გვერდზე ქართული კინოს მე ასისტენტის პოზიციაზე მზად ვარ ნებისმიერ შემთხვევაში, იმიტომ რომ მე ვთვლი შეიძლება რაღაც დავამატო. აი ამაში მონაწილეობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, ასე ვფიქრობ. ზოგადად პატიმრებზე არა მხოლოდ, მე ვფიქრობ, რომ დღეს არის საბადო საქართველოში.
იმის, რომ გადაიღოთ ძალიან კარგი დოკუმენტური ფილმები. იმდენი თემა, იმდენი საინტერესო რამ ხდება ჩვენს ირგვლივ ადამიანების პიროვნებების და არა მხოლოდ ზოგადად სოციალური, საზოგადოებრივი, ეკონომიკური და ბევრი რამ ხდება და დუხს ქვეყანაში. ეს არის ზუსტად ოქროს საბადო კინემატოგრაფისტისთვის და არ ჭირდებათ ბევრი არაფერი. მე როგორც პროდიუსერი აგერ თავს დავდებ iPhone-ით შეგიძლიათ ფანტასტიკური ფილმების გადაღება. მთავარი არის იდეა, ამბავი, რა გინდათ რომ მოყვეთ. და თუ როცა ცდილობს ხელისუფლება, რომ ყველანაირად, აი თუნდაც ჩაკეტვით სხდომების არ აქვს მნიშვნელობა, დაფაროს სიმართლე, აი ზუსტად მაგში უნდა აიღო კამერა და ცადო რომ ეს დაიმახსოვრო და მე შემოგრჩება და განვიხილავთ და გადავიაზრებთ კიდეც და ამიტომ ყველას მეც მოუწოდებ. ზოგადად ხელოვანი ფუნქცია ეგ არის. დავამატებ უბრალოდ რაღაც ადამიანები იყვნენ კიდე ვინც უნდა ვახსენო აი ამ მთლიანი ფილმი ხო როდესაც ეს რაღაც ეს ნაწილი ავიღეთ მე ჩვენ ამ კინოინსტიტუტმა ეგეთი პოსტპროდუქცია როცა გავაერთიანეთ ეს ყველაფერი და იყო 9 აპრილს მიძღვნილი გამოფენა იყო პარიზში დიდი ქართული დიასპორის მოწყობილი და იქ ტრიალებდა სულ ეს მთლიანი ფილმი და მართლა ისეთი წერილი მოგწერეს იმეილი ძალიან კმაყოფილები იყვნენ რომ ეს დაერთვა ესეთი და მართლა შეიძლებოდა სულფასოვნად ყურება ეხა წავიდა იქიდან ნანტში და ლიონში და იქამდე ლონდონშიც იყო ნანას ჰქონდა წაღებული ლონდონში და ეხა კიდე არსენალში იქნება სხვა შორის 3 ფილმი აი ასე რომ ბიჭები იცოდნენ ამაღლობელი და ჩვენ ახლა ყველაფერს ვნახავთ აბსოლუტურად მაყურებელი ამას ნახავს და კიდევ ერთხელ ვიმეორებ რომ ეს არის სრული ფილმი რომელსაც ჩვენ აუცილებლად გავუშვებთ როგორც ფორმულა ასევე სხვა არხები რომელსაც სრული გაუჩნდებათ ამისი მე დარწმუნებული ვარ ასეთი არხები მოინახება საქართველოში საუბენ ჯაში არის კიდევ ერთი ავტორი რომელიც მიზეზთა გამო ვერ შემოგვიერთდა მაგრამ შეუერთდა და კინემატოგრაფისტებს ის კინემატოგრაფისტების შესანიშნავ გუნდს რომლებიც სინდისის პატიმრებს სხვა უცნობი და მოულოდნელი რაკურსით წარმოგვიდგენთ. საუბრების გმირი იყო ზია მაყლობელი ჩვენი კოლეგა. ცოტა ხნის წინ ზემო აჭარაში მზია ამაღლობელის სოფელ ჭვანაში შევხვდი მზიას რძალს თამრიკოს და ძმას მალხაზს. ჭვანა მთებში ბათუმიდან 2 საათის სავალზე. აქ მზია სტუდენტობამდე ცხოვრობდა, სანამ ბათუმში წავიდოდა სასწავლებლად. თამრიკოს და მალხაზს იმ დროის ფოტოების დათვალიერება შევთავაზე. Agora mzias პატარობის სურათი ხედავ. მეგერა. სია. მამაჩემი, დედაჩემი, ეს თამრიკო რძალი. აი ზიას ალბომიას ყოლივეს. Ziyas albomiyas. Მეგერზიეკ. სადა ველი. მალე გიჩინოს ხელში. აკომერლაშია. Direct, das war ziemlich schnell ist das da gewesen, mein Foto. Schön. Was mir war. Ja, aber ich habe es noch gar nicht noch. Ja, geht schon nicht so. Sam schon was noch war. Die wieder bei der Vizier fast nachher. Eis მამოათია. I ბავშვიდან წამოსული სიკეთით ეს ახსავსე იყო რა. ეს ისია ხო? ეს ისია მე ვარ პექროსნი. ეს ისია. დედიკო ამიკო. ეს ისია თვითონ ხო? ჩემი ბავშვობა წერია. ეს ისია? ხო, მაგეც ისია. ო. და ეს პირველი კლასელი ისია. ეს მისი ალბომი ყოფილი. მისი ალბომია, ძველი რამდენი წლის ნახე 91 წლის ახლა არის. Ченси, ნერთულად მოხედე ამ სიკეთეს უნდა გავაკეთოთ. სოფლის რამდენი გაკეთებულია? 30 წელიწად გეუბნები და სოფლის რო კაცი ვერ გამოვა. ხო.
უნდა ყოფილიყო 300 კაცი მეის და მოსულა 70 40. არაფერი ხალხს სიამოვნებო სოფელს უგედა. ბიბლიოთეკები წიგნები თუ უსუმზია. ბიბლიოთეკა არის სკოლაშიც აქ საფრთხე ბიბლიოთეკა ყველას და ბიბლიოთეკა არის აღარ მოსულ. აფრე შენია მაინც როგორ აშენოთ. წიგნები თუ უსო ბიბლიოთეკები აქ დარბაზებში მუსიკალური ცენტრები და მზია თავის გარდა ყველა სახმარებოდა. ყველა შოფერს, ყველა კაცი. სასამართლოში შევეკითხე ვიღაც ახალგაზრდა გოგოები იყვნენ და ჟურნალისტები ხართ და არა დეიდა. ეს როდის ხუში? წინა სასამართლოს. წინა სასამართლოზე? ხო. ჟურნალისტები ხართ შესრულებაზე და იქ რომ ფოიეში ვიჯექით. ჟურნალისტები ხართ და არა დეიდა, შესწავლის ფული ეგედე ხარდეთ და მზიამ გადაგიხადო. უჩივჩით სტუდენტობას. სტუდენტები თასილარები. იპერა 3-4 გოგო. უშინ ჯუბერის ჩამოვყე ქალაქში და თუმცა უნდა მოსამართლეა? რამე არ ხსენები. არა ხო? ქალაქში ისე ჩევით რამე არ ხსენები. აცი შევიდიხე. აა იცოდა რომ იქ მიდიოდი და რამე მითხრა. ვერ გითხრა შინე არა. შიშარა. თელი ცხოვრება ფეხით დადიოდა რა. ფეხით. აგენსი წვიმაში მაინც ვეუბნებოდი რომ დამირეკია. რემონტურთან. მარიკინეებდა როგორ ყველას ეხუტებიო და უთომზი ყველა მზიას ჟურნალისტი მიყვარს მეთქი. არაფერი, კოდესი მედი გამოვამალე მზია. სიაც და ყველა პოლიტპატიორები სიაზე ჩამახუტე მე. მოსამართლეს 14 გიგუში პოლიციას ვეუბნები და არ გვაქვს მაგის უფლება. ის უფლება აქვს. просто წყალი ვაწოდეთ და ისიც არ მითხრს ფოთლი წყა. რა პოლიცია მე თქვენ მოვიზავთ მიცეს. სწორედ აი მზიასადმი სოლიდარობის ნიშნად, აი აბსურდის საჩვენებლად, რაც მზიას თავს დაგრიალდა, გადაწყვიტა ზვიადმა მოგწეულიყო ისე როგორც მოიქცა, ანუ მან სილა გააცნა პოლიციელს და ეს არის ერთადერთი შემთხვევა, როცა ადამიანმა აღიარა ჩადენილი საქციელი და არა ბრალის თავს, ბრალდებულად არ ცნობს. საუბრობ ზვიად რატიანზე, პოეტზე და ახლა მინდა სწორედ ამ ფილმის ანონსი გაგვიკეთოს ნუცა, შენ თვითონ როგორ ფიქრობ, ნუცა, აი რა იყო ზვიადის აქცია, რას გვეუბნებოდა ჩვენ საზოგადოებას და რა უთხრა კონკრეტულად ხელისუფლებას. ხო, მე ესე მივუდექი რაღაცნაირად ხოჭოს თეკლას უთხარი, რომ მე ზვიად რატიანზე გავაკეთებ თქო და მე გავიდა რაღაცა დრო და დავჯექი და შევბედე, ასე ვთქვათ, შევედი რაღაც ამ ადამიანთან. ძალიან მნიშვნელოვანია, როცა ესეთ რამეს გადაწყვეტ, რაღაცა დღეები ხარ მხოლოდ მოცული ამით. ხო, მე არც გადამიღია არაფერი, ყველაფერი მხოლოდ სამონტაჟოსთან ხდებოდა, მარტო ვიჯექი და ვაკეთებდი და ისეთი ღრმა ეს ადამიანი და იმდენი ისეთ სიღრმეში შეიძლება წასვლა მარტო აქეთან სხვა ლექსებსაც რო კითხულობ
მისი თარგმანები როგორია პაუცელანი, ნუ არ არის შემთხვევით, რომ ესეთი გერმანელი პოეტი, რომელიც ფაშიზმზე ესეთი ლექსები აქვს და ესეთი ლექსის თარგმნელია ზვიადრატიანი ასევე ბრეხტის და თავისი პოეზია და რაც შეეხება მის აქტს, თვითონ პოეტია და ხელოვანი და ყველაფერი ძალიან კარგად ჩამოაყალიბა, არაფერს არ ჭირდებოდა იქ არანაირი მთავარია რომ შენ თვითონ შეიგრძნო რასთან გაქვს საქმე, თორე თვითონ ყველაფერს ძალიან კარგად ამბობს და ამბობს იმას, რომ მას არ შეუძლია სახში საკუთარ ლოგინში წოლა, როდესაც ზია ამაღლობელი ციხეშია და ეს ძალიან იშვიათი შემთხვევა, ძალიან ცოტა ადამიანს შეუძლია ესე ქმედება თავისი თავის პირდაპირ რეალურად ციხეში წასვლა, რა თქმა უნდა, იმასაც ამბობს, რომ ზუსტად იმ ადგილას მივიდა, სადაც იცოდა, რომ კამერა არის. სპეციალურად. რა თქმა უნდა, და ეს კადრები, რომელიც ესე არის ამ რაღაცა შინელი სამეთვალყურეა ეს კამერების გადაღებული კადრები, ხო კიდე ცალკე ისტორია გახდა ჩვენი, ესეც ჩვენი რეალობის ნაწილია ახლა. ორი რამეა ახლა გარდა ყველაფრისა ეს სამეთვალყურეო კამერების და კადრები და ციხის კადრები, რომელიც ყველა ფილმი თავდება ფაქტიურად ამ შუშის ამ რაღაც საშინელის მიღმა ადამიანების, სადაც არიან გამომწყდეულები და რა ვიცი, კიდე იცით რა მინდა ვთქვა, თვითონ ყველაფერს თვითონ ამბობს ზვიადრატიანი, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველაზე მნიშვნელოვანს იმას ამბობს და ყველაზე მეტად მე ის მეხება, რომ ეს ჩვენ ვართ და ჩვენ ვართ ფაქტიურად ამ ყველაფერში სამწუხაროდ დამნაშავეები და ძალიან შორს ვართ იმისგან, რომ ჩვენი თავით ვიყოთ კმაყოფილები და ჩვენ მართლა ძალიან დიდხანს ვიყავით ჩუმად და მე ძალიან მიკვირს ახლა არც მესმის როგორ, მაგრამ ვიყავით ფაქტია და ეს არის ჩვენი საზოგადოება და მეც ეს ვარ, მეც ვიყავი ჩუმად და მეც მინდა რომ ახლა აი ეს პატარა არც არაფერი ვერნერ წულს ვერ შეიტან უბრალოდ რასაც ამბობს იშვიათია კიდევ ერთხელ ეგეთი ხელოვანი, რომელიც ზუსტად ისე ცხოვრობს, როგორც ფიქრობს და როგორც რასაც გრძნობს. და კიდე ამ პატარა ფილმზე ის მინდოდა მეთქვა, რომ ვიზუალური მხარეა ახლა ნახავს, ხო ახლა ნახავს მაყურებელი და გარდა იმისა, რომ არის ის რაც არის და ეს ლექსი კიდე მართლა გადაქცეულია რაღაცა ტიპის მანიფესტად და ამიტომ აღარ იყო საჭირო კიდე სხვა ლექსის ძიება და ჯერთი ეს ლექსია ჩაწერილი მის მიერ ეს ნეგატივი 20 წლის შემდეგ, რომელიც საოცრებაა 2012 წელს არის, მე მგონი თუ 13 ახალ მახსოვს დაწერილი, მოკლედ ძალიან დიდი ხანია ჩვენ ეს ძალიან ჩუმად ვართ და ძალიან გულგრილები ვართ. და ვიზუალურ მხარეს რაც შეეხება ის მომენტი, როდესაც ეს პოეტი მართლა ამ ნარინჯისფერი ქურთუკით ამ შავ კადრებში რაღაცა წარმოუდგენელი ამბავი არც მესმის რა არის, გეგონება არ არის რეალური, ან სად მოიძებნა ეს ამდენი შაოსანი და სად იპოვეს ეს ერთი პოეტი ნარინჯისფერ ქურთუკში და რა სად ათრიეს აქეთ-იქით როგორც რაღაც შავმა კოშმარმა ტალღებმა და ეს რო არის გადაღებული, ვინ გადაიღო, არ ვიცით და მე ამ კიდე ერთმა საოცარმა ადამიანმა, რომელიც გარდაიცვალა მალხას ხარბედიამ, რომელიც ამ მიხარია, რომ შემიძლია ვახსენო დღეს თუ ყოველთვის, როცა ამ პატარა ფილმზე ვილაპარაკებთ, ძალიან დიდი ადამიანები არიან ესენი და ახლოს არავის არ ვიცნობდი, ლამის საერთოდაც არც რატიანს ვიცნობდი, არც ხარბედიას ვიცნობდი და მალხას ხარბედიამ არილის თავისი ამ მართლა ესეთი სერიოზული და ესეთი მნიშვნელოვანი ჟურნალისტვის თხოვა ესეთ მამია ტყეშელაშვილს, ესეთი არაჩვეულებრივი მხატვარი, რომელსაც ნუ ასევე ეხაც არ ვიცნობ, ოღონდ ვეკონტაქტე სხვადასხვა საშუალებით, აი იმან დახატა ეს არილის ყდა, ეს შავი ვინ არიან, რა ქვიათ ამ სპეცრაზმელები და ეს პოეტი. მოკლედ მახას ხარბედია, ეს მამია ტყეშელაშვილი, ზვიადრატიანი, რაც მთავარია და მე დავუკავშირდი უცებ გიორგი გიგაშვილს.
რომელმაც ესე მომცა ეს თავისი ჩანაწერი და სადაც კიდე მღერის ნინი ნუცუბიძე. ეს ხო კიდე მაგათი პროექტია საკმაოდ ახალი. ეხლა აქვს ხვალჩორს ეს სულ იმიტომ რომ მოვისმინე და რაც ვიფიქრე ვკითხავ რა გაუხარდა ისე რა თქმა უნდა და რა ვიცი აი არის შუაში ეს ამხელა ძალიან დიდი პიროვნებაა ზვიადრატიანი ჩვენთვის მე ალბათ მალე როდესღაც ბევრად მეტად გამოჩნდება ძალიან დიდი და ეს ყველაფერი მზიამაღლობელთან არის კავშირში მოკეთ რა ვიცი თუ რამ შეიძლება სიამოვნებდეს რომ აი ეს ადამიანები არსებობენ იმათ სახელებს ახსენებ და შეგიძლია ეს რაღაცა გაერთიანო და მაყურებელს შესთავაზო მაგრამ აი ზუსტად და ისევ ზვიადრატიანი რა ახლა ნახავს ამას მაყურებელი შემდეგ გვექნება სარეკლამო ჭრა და შემდეგ მეორე ნაწილზე გადავალთ უკვე გადაცემის ნამდვილად თუმცა ახლა ვიწყებ თქვენთან ერთად კიდევ ერთხელ ამის ყურებას და ვემზადები იმისთვის რომ აი ეს ყველაფერი ხა მოვისმინო და უყურო ამ ყველაფერს ამისთვის ძალიან დიდი მადლობა შენც და ყველა აბსოლუტურად ყველა ადამიანს ვინც ამ პროცესში იყო ჩართული და ვინც ეს ფილმი მოიტანა ჩვენამდე და მე დარწმუნებული ვარ რომ საქართველოში არ დარჩება ადამიანი ვისაც ეს ნანახი არ ექნება ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ამისთვის ნახოთ ახლა ფილმი ზვიადრატიანზე ნეგატივი 20 წლის შემდეგ. ჩვენ, ვინც არასდროს გამოვალთ გარეთ და ხმას არასდროს შევუერთებთ მშიერ რაინდებს, არც საპროტესტო წერილებზე მივაწერთ გვარებს და სხვებსაც თუ კი დაგვიჯერეს გამოვარიდებთ ასეთ საქმეებს, დიდ საქმეებს საკუთარ წვენში, ვინც ვიხარშებით და ხანდახან თუ კი ხმამაღლა, რამე დაგწდება მხოლოდ ვიწრო შინაურ წრეში და ისიც მაშინ თუ სასმელმა გაგვაამაღლა. ჩვენ, ვინც არასდროს ავტუზულ ვართ ჩარაზულ კართან და თუ შევდივართ იქ შევდივართ სადაც გვიშვებენ ვინც გვეტავთ ფანჯრებს და სასწრაფოდ ვაფარებთ ფარდას როცა იქიდან განწირული ისმის მიშველეთ ვინც დიდხანს არ ვისუჩერდებით სალაპარაკოდ განსაკუთრებით თუ კი სურვილს თვითონ იჩენეთ ვინც არა მხოლოდ წაკითხულს და სხვისგან განაგონს ჩვენივე თვალით ნანახსაც კი ვეღარ ვიჯერებთ ჩვენ, ვინც არასდროს ვეზიდებით სხვების ჩემოდნებს, არც ყველს დავიხმართ მით უმეტეს თუ ანაცნობი, ვინც მუდამ ვცდილობთ არავისგან გავირჩეოდეთ, არც სისუსტით და მთავარი არც ვაშკაცობთ, ვინც ახალ ამბებს დაბალ ხმაზე უსმენთ ყოველთვის, რომ მეზობელმა არ გაიგოს ქვეყნის ავკარგი, ჩვენც რომ გვადარდებს და როდესაც იქ უცხოეთის, სიახლეებზე გადადიან და დასაკარგი, უფრო სწორად კი დასამალი არაფერი, ტელევიზორებს ბოლო ხმაზე ავაგუგუნებთ, დავაღებთ ფანჯრებს, ვინც ვიცინით, როცა მღერიან, და მაშინ მღერით, როცა ირგვლივ ყველას ლოკუნებს, შვილო, ჩვენგან გაჩენიდან ასე ვიყავით.
ედის მუცლიდან აგუნიდანვე კი არ შეგვახმა შუშის თვალებით გაწყობილი ცვილის ნიღაბი შენეს თვალები 20 წლის წინ უნდა გენახა ანთებულების სიამაყით შავმეწამული დროშების ქარში ბნელ ქუჩებში როდესაც გშენით ხმის ჩახლეჩამდე გავყვიროდით ენა მამული სარწმუნოება შავლეკ შენი სულ შენი ბრალია ყველაფერი ჩვენს ცას მხიარობს შენ წააფარე შენი შავი ჩოხის კალთები და გაგვახედე უფსკრულისკენ სამოთხიაო ჩვენ ვიწამეთ და გვიხარო და როგორ მრავლდებით როგორ ვიჩოქებთ სველ ასფალტზე როგორ ვსისინებთ დარწმუნებულნი რომ ლოცულობთ ჩვენი ლოცვები არ დარჩენილ ანუ პასუხოთ მალე ისმინეს ანუ მალევე დავაჩერდით ტყვიით მოცელი ჯაბუქს რომელიც იცინოდა პირველს მეასეს და ჯერ ვინატრეთ მათი ბედი მერე შევწვივდით ბუჩქებში სადარბაზოებში სადაც შევასწრეთ და რადგან უკვე ვეღარაფერს ვეღარ შევცვლიდით აბა ვაყოლეთ გულისრევას ყველა იმედი ყველა ოცნება საკუთარ თავს სიტყვა მივეცით რომ საქართველოს უსათუოდ ვაზღვევინებდით ამ დაცინვისთვის ისარგებლა ჩვენი სიბეცით და ჩვენი ხელით მოინდომა გამოსაშვები მოჭარბებული სისხლისაგან დაცლა განტვირთვა გადახალისდა მისი მიწა მკვდარი ბავშვებით წნემლით განელდა მისი წყლები რადგან ადირდა ყველა ჩვენ გარდა ჩვენი ხვედრი ბევრად მძიმეა რადგან იმ ბავშვებს ყოველ ღამით გვერდით გუწვევით და ასე ხვდებით უკვდავები მოგეცინება ეს ჩვენ დავუღუპეთ საქართველოს ჩვენი გულწრფელი და საზეპირო სიყვარულით როგორ ვუმზერდით როგორ ინდობით რამდენიმე წამებულ შეშლილს რომლებსაც ფრთებით შეენიღბათ ხმელი კუზები ხოლო წვერებით თითო წვილი ელვარე ეშვი ისინი მოკვდნენ საზეიმ თითქოს ელოდნენ და ბოლოს მისცეს უხილავი ჩვენთვის ნიშანი უცებ იფეთქეს და აალდნენ ჩვენ კი უმღეროდით ბოლოს გავხვედეთ მათი ფერფლი და დავიშალეთ და ჩვენ არასდროს გამოვალთ გარეთ ხმას აღარასდროს შევუერთებთ შეშლილ ფანტომებს მთელ უკვდავებას მრავლის მეტყველ დუმილში გავლებთ და არსად გარდა სიზმრებისა კვალს არ დავტოვებთ ხოლო სიზმრებში იქ ვერასდროს თავს ვერ დავაღწევთ იმ წლებს იმ გვამებს იმ სამშობლოს სადაც უწყვეტად ახალი სისხლი თბილი სისხლი წვეთავს ტალახზე სადაც შვილები მოკლულ მამებს გვერდით უსხედან და აღვიძებენ იმ სიზმრებში ისევ განგაშის ჭახე და სისხლის გამყინავი რეკენზარები და ისევ პალტოს საყელოში როგორც სანგარში თავჩარგულები მნელ ჩიხებში მივიპარებით და ვცდილობთ დროზე გავერიდოთ ქალაქს ნაომარს ფრთხილად ვაბიჯებთ იქ მიმოყრილ შავთეთრ ბიჭუნებს უკნიდან ვიღაც გამუდმებით ყვირის გაუმა ჩვენ კი ჩუმატვით ისევ ყვირის ისევ სიჩუმე Ჟამი მიმატებდა სევდას რაც ამ ქვეყნა ცოდვა ბრალი ტრიალებს ზეცა როგორ არ შავდება ნეტა ტრიალებს ბედის ფორვალი ტრიალებს Trotsev gagvatiales Finitis finitri Fin moquishushev siares Dance with me Oh play with me You are piece of my fantasy Triales, triales
ბრუნდები დღეა სივრცეში, ჩვენ დღეს ვსაუბრობთ განსაკუთრებულ კინოპროექტზე, კინოაქციაზე შეიძლება ითქვას, რომელზეც უკვე 10-ზე მეტმა ავტორმა იმუშავა. ეს არის ფილმები, რომლის გმირებად ჩვენი საერთო ბრძოლის გმირები, სინდისის პატიმრები იქცნენ. გადაცემის ეს ნაწილი გვინდა თიკუ კობიაშვილის ნამუშევრით დავიწყოთ. ამ ფილმს ქვია საკანი 101, ზვიად ცეცხლაძის პორტრეტია სტუდენტის, რომელმაც პირველი კურსის დასრულებაც ვერ მოასწრო, ისე დააპატიმრეს. მას 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. როგორ უყვება ციხის საკანში ნანას იზბრებს დედას წერილში, რომელსაც ხელს ასე აწერს: შენი ტკბილი შვილი. სხვათა შორის მე ზვიადის ოთახში ნამყოფი ვარ, როდესაც მზია მაღლობელის პროცესზე ვიყავი ბათუმში და ჩემთვის სრულიად გასაგები გახდა ვინ არის ზვიად ცეცხლაძე. ნახოთ ახლა ეს პატარა ფილმი. აი სახელი ზვიადი გიგონება ეს სახელი დააფერთხა. ქართული სული ჩაუდეთ პატარაობიდან. ნახევარი კურსი აქვს, პირველი კურსის მასწავლი, მერე ბრძოლაში ჩაება და ახლა აღმოჩნდა ციხეში. 20 წელს გახდა ციხეში და რა ვიცი, ზვიადი ახლა გამოკიდილი კი არ უნდა იყოს, გამოცდებზე უნდა იჯდეს და გამოცდებს უნდა აბარებდეს. ბატარია რო დაჭდება, დაგვირეკავს ზვიადი, წერილს მოგწევს და მერე გვავსებს. ისევ წავალ დაждო, არ გვაძლევს უფლებას მოდუნების და ეს გამიფორმა. იცი რას წერს კი არ ვიცი აქ. თავს გაუფრთხილდით. ან შენი ზვიო, ხან შენი მზე ჭაბუკი. ერთი წერილშია ჩემს დედა დედოფალს. შენი გაკეთებული საჭმელი მომენატრაო. აქ სიზმარს მიყვება. წერილებშიც რომ რევოლუცია უწერია ყველა. ამ დროს რომანტიკოსია ბუნებით კიდე. ფოტოებს ვუგზავნი, ძლიერი ხმაო. ეს პატარა ზვიადი. სიყვარულის ბუკეტია. იდეების დიდი მარაგი აქვს. პაემანზე შევედით ნახვაზე, ტყუილაბზი ვარ დედაო და გაზეთიო დავწერეო, დავარქვის ჩემი საკნის სახელი 101 საკანიო და გამოვა გაზეთიო, ცოტა შეგვეშინდა მეთქი გაზეთს ვინ გამოგატანინებს, მაგრამ გამოვიდა ღმერთს მადლობა. ზვიადიო აღზარდეო. ის არიცია რომ ზვიადმა აღზარდა. მართლა ზვიადმა აღზარდა, აი ბოდიში მაგცრემლებისთვისო, ბოდიში რო განერვიულებთ, მაგრამ პირველი ქვეყანაა. გეფიცები. რას ქვია მეწყინოს? მეც უკვე მასე ვფიქრობ, ჯერ ქვეყანა და მერე სხვა ყველაფერი. ზვიადს ისეთ ქვეყანაში ცხოვრება არ უნდა, რაღაც ახლა ჩვენაც გვჭირს. მე აქციებზე თუ ვიქნებოდი ოდესმე რა ვაწარმომედგინე. ბრძოლა გადმოგვდო მშობლებსაც და ახლა დედა და შვილები ვიბრძვით, ჩვენ დედები და შვილები ვიბრძვით ერთად. ისენი ციხიდან, ჩვენ გარედან და არინერვიულოთო რა, დაგვამშვიდეს რა ბიჭებო. გეფიცები დაგვამშვიდეს. ერთ-ერთ წელში მწერს რომ დედაო, არ მოხვიდეთ დასკვნითზეო. ეც პირობა მივეცი შვილო, დავლებ დავამშვიდებლებს. ცრემლსაც არ გადმოვაგდებ, არც ვინერვილებ, არც ვიტირებ მეთქი და
მშობლები ერთმანეთთან მუშაობთ მაგაზე. ცრემლი აქვს გულიან ადამიანს, თორემ ჩემ მტერს რომელ ადამიანსაც გული არ აუჩიყვდება და ცრემლი არ გადმოუვარდება. ეგ უფრო საშიშია. ქვეყნის სიყვარული დაუჯდა ძვირად. ან არც და უკეთესია ჩემთვისო. იქნებ მე უფრო გავიზარდო აქო. მაგასაც ამბობს. ზვიადმაიცის ფიცი გვაქვს ნათქვამი. და ფიცი არ უნდა გავტეხოთ. დღეს ჩვენთან მეორე ნაწილში უკვე სტუმრად არიან ქეთი მაჭავარიანი, კოტე ჩლაიძე, ანა ძიაფშიპა, კინორეჟისორები. ძალიან დიდი მადლობა მოგზანებისთვის. ქეთი, დავიწყოთ თქვენგან. უკვე აღვნიშნეთ პირველ ნაწილში, რომ მოძრაობა ქართული კინოს საფრთხეშია და ქართული ხო და ზუსტად ეს სინდისის პატიმრების კინოფილმის ჩვენება და ყველაფერი რაღაცა ერთი დიდი მოძრაობის თითქოს ნაწილებია. რა იყო იმ თავარი თქვენთვის, როდესაც ჩაებით ამ პროცესში და ამ პროექტში კონკრეტულად, როცა სინდისის პატიმრებზე დაიწყეთ მუშაობა და ყველამ რაღაც არჩევანი გააკეთა. თავიდან ფიქრობდი, რომ მე როგორც რეჟისორს, რომელსაც ყველანაირი ინსტრუმენტები წართმეული მქონდა სახელმწიფოს მხრიდან, იმიტომ რომ ერთადერთი კინოფონდი, რაც კი გვაქვს, კინოცენზურის ხომ, იქაც სრულიად ცენზურა და პოლიტიკური პრეფერენციები ერთგულების მიხედვით იყო გამოხატული, რა შემეძლო მე გამეკეთებინა, რა შეიძლებოდა. თან 2 წელი ჩვენ ბოიკოტში ვიყავით უკვე ამ კინოფონდთან და რა ჩემო წინ რა გამომსვლელებმაც და სტუმრებმაც თქვეს, რომ რაღაც თქვით, რომ მოდი რაღაცა ჩვენ რაც შეგვიძლია ჩვენი ცოდნით, ჩვენი უნარებით გავაკეთოთ და გავაცნოთ საზოგადოებას ის ადამიანები, რომლებიც დემონიზირებულია, რომლებზეც პროპაგანდა საოცრებებს წერს და ეს ადამიანები არიან ახალგაზრდები და მანდ რაღაცა თავიანთი წარსული აქვთ. აქვთ წარსული, რა თქმა უნდა. და ვინ იყვნენ ისინი წარსული? მეც არ ვიცნობდი, ხო? და ყველა არც ყოფილა რაღაცა შეთანხმება, რომ მოდი შენავს. მე ვთქვი, რომ მოდი მე გავაკეთებ გიორგი მინდაძეზე. იმიტომ რომ ხედავდი მის არაჩვეულებრივ დედას, ნანი წულაიას, რომელიც დღემდე წარფშეუხრელად დგას ქუჩაში და თავისი შვილის უფლებებს და თავისი შვილის სიმართლეს იცავდა. და თან ეს ისტორია იყო მომხიბვლელი, იმიტომ რომ იმედი მაქვს, რომ ახლა გიორგი უყურებს ამ ეთერს, მე ყოველთვის მახარებს ხოლმე, როცა ვიცი, რომ ეს ამ დროს ისინი შეიძლება ჩვენი მაყურებლები არიან და ვიცოდი როგორი დედაშვილობა ჰქონდათ მათ, როცა გიორგის დედა გახდა ნანი გაცილებით უფრო გვიან, ვიდრე ისე ხდება ხოლმე რეალურ ხშირად ცხოვრებაში. და მათი დამოკიდებულების, მათი ოჯახის შესახებ და დაუკავშირდი ქეთი დაგვეხმარა დანელია ყველას, რომ დავკავშირებოდი ჩვენ ამორჩეულ გმირებთან. და რომ ჩავედი ნანისთან, ეს იყო რაღაცა ნანის რუსთავში ნანის მაღაზია, ეს არის რაღაც ხალკე სამყარო, მართლა. ყავა დაგალევინეთ იმედია ყოველდღე და სტუმარმას პინწობა. ეზო, მაღაზიის ეზო, როგორც აი მეგრულ სტილში, როგორც არაჩვეულებრივი ყვავილებით და არაჩვეულებრივი თავისი სტილით მაღაზიაში და რომ დავიწყეთ ლაპარაკი, რომ აი რა ვქნათ, როგორ მიყვება თავის დედაშვილობას და ის მოსმენილი მქონდა, იმიტომ რომ მანამდე რადიო თავისუფლებამ და კიდე სხვადასხვა პლატფორმებმა გააკეთეს ქალებზე, დედებზე, მაგრამ ეს ბიჭები რაღაცნაირად მოუჯახუნეს კარები და მათ შესახებ არაფერი არ ვიცი და მივხვდი რომ ნანის ეს ვიდეოები და რაღაცები არა აქვს და დავიწყე მე ფიქრი რომ რა ვქნა და არა და აუცილებლად უნდა გააკეთდეს და ნანის როგორც ნამდვილ საყვარელ და საუკეთესო დედა შენახული ქონდა გიორგის ყველა რვეული, ყველა ნაწერი და პირველად დაიწყო ნახატები, ჩანახატები, პატარა ნაკუწებიც კი შენახული აქვს ძალიან დიდი რუდუნებით და სწორედ აქედან წამოვიდა მე იდეა, რომ მოდი მე ვაჩვენებ ჩემ მაყურებელს და იმ ადამიანებსაც კი, რომლებიც პროპაგანდის
სხერპლები არიან, მოდი ესე ვთქვათ, რა ადამიანები როგორ გაიზარდნენ ეს ბავშვები, რა ღირებულებები ჰქონდათ, რა სწავლობდნენ, რას ფიქრობდნენ და როგორებიან ჩვენ პროპაგანდისტთვის პროპაგანდა ჩვენ წარმოგვაჩენს და მათაც ისე რომ ჩვენ ვართ ურჯულოები, უსამშობლოები, უოჯახოები და დიდი ასოთი ყველაფერი. ხო და მოკლედ ამ ჩემ ფილმში მე შევეცადე მეჩვენებინა როგორ გაიზარდა თავის საუკეთესო მშობლების და სკოლის და მეგობრების ირგვლივ გიორგი და რა გახდა და რატო იყო რუსთაველზე ის? აუცილებლად ნახავს ამას მაყურებელი. ანა, აი თავიდან როგორც კი წამოვიდა სინთეზის პატიმრების პირველი ტალღა, ეს ძალიან დამთრგუნველი და ჩვენთვის უჩვეულო იყო, იმიტომ რომ მე აი არ მახსოვს 35 წლის განმავლობაში სამი სხვადასხვა მთავრობის პირობებში აი ესეთი უცებ ესეთი ტალღა თქვა პროტესტის, რომელსაც მოყვა ესეთი დაკავებები, ესეთი პროცესები, რომლის მონაწილეებიც აბსოლუტურად ყველანი ვიყავით. ჩვენ ვესწრებოდით ამ პროცესებს, ჩვენ გვინდოდა აქტიურები ყოფილიყავით ამ პროცესში. აი რა იყო მთავარი ინსპირაცია, რამაც თემურ ქათამაძის თქვა ოჯახამდე, მის ცხოვრებამდე, მის პროტესტამდე მიგიყვანა? ხო, ინსპირაცია ქეთის ვეთანხმები, რომ რაღაცნაირად მოგვეყოლა ამ ხალხის ამბავი, რომლებიც ბევრი რაღაცა არ ვიცოდით, ხო, არ ჩანდნენ ესე ძალიან კარგად და გავიცანით მხოლოდ პატიმრობის შემდეგ, მაგრამ როგორც ქეთი თქვა, ბიოგრაფია აქვს ამ ადამიანის და ძალიან საინტერესოა და თემურ ქათამაძის ბიოგრაფია განსაკუთრებით საინტერესო იყო ჩემთვის, იმიტომ რომ ჩემთვის მნიშვნელოვან თემებს ეხებოდა, ხო, როგორც არის სახლი, მიკუთვნებულობა რაღაც სივრცის მიმართ და აი ამ სივრცეში რაღაცა თავის დამკვიდრების მცდელობა, ხო? იმიტომ რომ ბატონი თემური მოჰაჯირების თამამავალი არის და ძალიან აქტიურად იყო ჩართული ამ პროტესტში, ხო? და 13 წლის განმავლობაში არ მისცა ამ სახელმწიფომ უფლება, რომ გამختارიყო ამ ქვეყნის მოქალაქე, რომელიც ეკუთვნოდა, ხო, რომ ყოფილიყო და ძალიან შემეხო ეს საკითხი რა, როგორც ყველა პატიმრის საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია და გვეხება, ხო, მაგრამ ეს პირადად მე შემეხო, იმიტომ რომ რაღაცნაირად სახლის სამშობლო საკითხები ძალიან მნიშვნელოვანი არის და თემები არის ჩემთვის და მგონია რომ მნიშვნელოვანი ძალიან დამეხმარა მისი მეუღლე უკვე ნინო კაკულია, არაჩვეულებრივი ქალი, ძალიან საინტერესო და ძალიან ჩართული და გულშემატკივარი ამ ადამიანის და მისი მეშვეობით შევეცადეთ რომ უფრო ღრმად გამეგო, ხო, რა იყო მოტივაცია ბატონი თემურის ესე ჩართული ყოფილიყო ამ სივრცეში, რომელიც არ მიიღო, რომელმაც არ მიიღო ეს ადამიანი, ხო, ამ განმავლობაში რაღაცნაირად გაშავებას. მე მახსოვს რაღაცა სპეციალური პროპაგანდისტული მანქანა მუშაობდა, რომ აი რაღაცა ვერსიები შეემუშავებინათ ბატონ თემურზე, არა და აბსოლუტურად არ იმსახურებდა ეს ადამიანი. აბსოლუტურად გააძევეს ადამიანი, აბსოლუტურად გააძევეს, ქვეყნიდან გაძევებული არის დღეს ქვეყნიდან და ამ ქვეყნით რომელსაც ემსახურებოდა, ხო, რომელსაც ძალიან დიდი წვლილი ჰქონდა, ჩართული იყო აქტიურად აი ამ თურქეთში მყოფი გარდასახლებული ქართველების თემის და აქაური ადამიანების რაღაც დაკავშირებაში, ხო, სხვა ღონისძიებაში იყო ჩართული აქტიურად, გვარებს იკვლევდა, დადიოდა სოფლებში, თავისი ინიციატივით აბსოლუტურად, ხო, და რაღაცნაირად აი ადამიანებს ესეთი ჩართულობა და წვლილი არ უფასდებათ რაღაცნაირად და არ უფასდებათ კი არა, პირიქით ისჯებიან ამის გამო და ეს ან მნიშვნელოვანი თემა არის და აი რა ერთიანებს ამ ადამიანებს, აი რა შეგვიძლია ვთქვათ, აი რაღაცა ერთი რაც აი ამ ადამიანებს უსამართლობა ალბათ, ჩემი აზრით ყველა ადამიანს აერთიანებს უსამართლობა. როგორ უსამართლობა ექცევა სახელმწიფო, ხო, და უსამართლობის განცდა, რომელიც ჩვენ ყველას გვეხება რაღაცნაირად, ხო, მათ მაგალითზე ეს უსამართლობა რაღაცნაირად ჩვენზე ყველაზე მოქმედებს ამ ქვეყნის მოქალაქეებს და ბევრი განზომილებით. კოტე, ფილმი რომელიც უნდა ნახოს ახლა მაყურებელმა და გმირი რომელსაც უნდა გაეცნოს ანასტასია ზინოკინა აი რაღაცა განსაკუთრებული დამოკიდებულება გაგვიჩნდა ყველას ამ ადამიანის მიმართ, იმიტომ რომ მას რაღაც განსაკუთრებული ბედი ერგო წილად. ეს ადამიანი ამ წუთას უნდა ყოფილიყო არგენტინაში, ეს მე ფილმშიც იქნება თავის შეყვარებულთან ერთად, რომელთან ერთადაც დაქორწინებასაც აპირებდა, ქონდა ძალიან დიდი გეგმები. მე ვიცი რომ შენ ყველა სასამართლო პროცესს ესწრებოდი, არაერთხელ გვინახავს ერთმანეთი პროცესებზე და მოდი შენი დაბეჭდილებებიც გავგვიზიარე რა. ხო, ნუ ანასტასია არ არის მარტო, არის რამდენიმე არაქართველი პატიმარი, თქვათ რუსები და უკრაინელები, ის ვახსენოთ ეგ ადამიანებიც, უნდა დავიწყოთ. ანასტასია უფრო გამორჩეულია და მეც ზუსტად როცა დავიწყე ამ თემაზე მუშაობა, ზუსტად დაემთხვა, რომ ეს სასამართლოები იყო, კიდე უნდა აღნიშნო, რომ
ამ შემთხვევაში ანასტასიას ჰქონდა ძალიან მძიმე ბრალდები იცის, ანუ ესა ნარკოტიკების გასაღება, ხო? და 8 წელია მე მგონი ხო ამისთვის? 9 წლამდე. ხო, 9 წლამდე. მოკლედ, ხო, ძალიან ისე დასაჯეს. ეგ იგივე აი პატარა უნდა მოყვე, ეს არის. ხო და ამიტომ ცოტა ვთხილობდი მე ხო შეიძლება ხა ეს ისე თემაა რომ ამიტომ დავიწყე ყველა სასაბართოზე დავდიოდი რომ მენახა რომ რამე არ შეცდომაში მეც არ შესულიყავი რომ ეს ადამიანი ნამდვილად უდანაშაულოა. ხო, ნუ ანუ ფაქტობრივი გარემოებები უნდა ყოფილიყო აბსოლუტურად და ამიტომ რაც მე იქ ვნახე ეს იყო სასწაული რა, ანუ ესენი აი რო გავახსენო მაყურებელს იგივე ეს ნარკოტიკების საქმეები მაშინ მიდიოდა, იყო გიორგი ახობაძეც, ნიკა კაციაც, ეს ანასტასია და მისი ეს არტემ გრიბული და კიდე ანტონ ჩეჩინი. აი ეს და ზუსტად ანუ ამ ხუთივე საქმეში იყო ერთი და იგივე, აი ის კი დაეზარათ, რომ ერთი და იგივე ნარკოტიკი. ხო შეიძლება ერთი აი შეცვალო რაღაცა ისტორია, ცოტათი მაინც. არა, ერთი და იგივე მოწმეები, ერთი და იგივე პოლიციელები, ვინც აიყვანეს. ეს ხუთივე უბრალოდ ჩვენ ბიჭებს, ქართველებს გაუმართლათ იმაში, რომ აქ მხოლოდ პოლიციელები იყვნენ მოწმეები და სხვა მოწმე არ ყავდა და რაც შეეხება ანასტასიას და არტემს და ასევე ანტონ ჩეჩინს დაემატნენ თარჯიმნები, რომლებიც არის ესეთი თარჯიმნების ესეთი ბიურო, რომელიც თანამშრომლობს პოლიციასთან და ამ თარჯიმნები დაემატა ორი ცრუ მოწმე ამ საქმეებს და ამიტომ ეს საქმეები ორივე ამ შემთხვევაში დადგა გამომტყუნებელი განაჩენი და ეს ადამიანები არიან ციხეში. ეს არის ნუ აი მართლა ესეთი შეკერილი საქმეები აი არ ვიცი რა მეტი. იგივე ხდებოდა პრინციპში. შენ რას ფიქრობ კოტე, რატო უნდა იყოს თქვა განსაკუთრებული სასჯელი მათთვის განპირობებული? აი რა შენი ვერსია რა არის? ნუ ერთი ვერსია არის და მუსირებს ეგ ვერსია ვთქვათ რომ ანასტასია საკმაოდ აქტიური იყო რუსეთშიც და ვთქვათ რაღაცა სპეცსამსახურების შეიძლება კი არა ვიცით რომ აქვთ კავშირები რუსეთის სამსახურები და იქიდან თქვეს რომ მე ვერსიას ვამყეხა ამას რა თქმა უნდა ვერავინ ზუსტად იყო რომ რაღაცა ესეთი მითითება იყო რომ ეს ადამიანი დაესაჯათ და მეორე ვერსია არის, რასაც მე ზუსტად თანამდებობებით შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის სხვა ასევე მიგრანტებს, რომლებიც აქ ჩართული იყვნენ სერიოზულად ამ რეპატრიანტებს უფრო, ხო, ეგრე ვთქვათ, ჩართულები იყვნენ პროტესტში და ჩვენც ვხედავდით, მაგრამ კი, რა თქმა უნდა, დაანახეს, რომ ეგრე არ მოსულათ, ცოტა წყნარად იყავით, თორე თქვენს გაიზიარებთ იგივე. ხო, განსაკუთრებული სასჯელი აქვთ მათ და თან ანასტასიამ თვითონ არის სამარტო საკანში. ხო, აი ეგეც არის, ანუ მისი ბედი მერე კიდე ძალიან ისე მძიმედ მიდის, იმიტომ რომ ფიზიკურად რაღაცა პრობლემები აქვს ხერხემლის და არაძლევენ ესეც რაღაცა მარაზმია, რა ქვია, ჩვეულებრივ ნორმალურ მატრას და ასე შემდეგ და სამარტო საკანი ასევე აი ფილმს რო ნახავს ხალხი ანასტასია მანტეს წერილის მიხედვით არის ხო ანასტასიას წერილის მიხედვით იქ წერს რომ მისი ერთ-ერთი და ერთადერთი რაღაცა დროის გაყვანის კარგი საშუალებაა როდესაც ხალხთან ურთიერთობს და ამ ქართველ ქალებს იცნობს და იმათთან რაღაც კომუნიკაციაში შედის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ამით ფაქტიურად ერთობოდა და დროის გაყვანის საშუალება იყო და ესეც აუგზავნეს და სამარტო საკანშია რაც მისთვის უმძიმესი რაღაცა არის გაუგებარია თან პრინციპში რისკი თან უცხო ქვეყანაში კიდე უნდა აღნიშნო რომ ამ ფილმს მე ესე უყურებ როდესაც ვაკეთებდი ამას ხო ანასტასია რა თქმა უნდა და მისი მეუღლე არ არის მაგრამ მისი მეგობარი პარტნიორი არის და აბსოლუტურად მე ამ სამყაროში შემიყვანა მარინა მესხმა რომელიც მე თვლი რომ იმ დონეზე ესე ადამიანი უცხო ადამიანებისთვის უცხო ქვეყანიდან ჩამოსულ ადამიანებისთვის ესე იღწოდეს რა ვიცი მარინა ძალიან დიდი მადლობა მარინა მესხს ნამდვილად იმიტომ რომ ცალკე ეკუთვნის მარინასთან ერთად კიდე არიან ჯგუფი
ასევე რუსეთიდან რეპარტიანტები, რომლებიც არის რამდენიმე 3-4 კაცი არის, რომლებიც მართლა ძალიან პატრონობენ ამ ადამიანებს, რითიც შეუძლიათ, რა თქმა უნდა და ხო, პრინციპში ძალიან დიდი მადლობა მათ და ხო, რა ვიცი, აი მოდი პირდაპირ ფილმი ვანახოთ ახლა მაყურებელს. ეს ვიტყვი უბრალოდ რომ აი ამ სასამართლოებზე და აი რო ვიჯექი აი როგორ შეიძლება ქართველებს ამის შემდეგ ხო რომ რაც ჩვენ ამდენი საუკუნის განმავლობაში გვიშვებიან რუსები რომ ცხვენოდეს აი რუსს რო უყურებდი ცხვენოდა რაღაცნაირად რას უკეთებს რუს საქართველო ანუ ჩემი სახელმწიფო რა და აი რაღაც შოკის მონგრელია რა როდესაც მართლა აი მერიდება მაგ ადამიანებთან ისეთი რაღაცა გაუკეთა ჩვენო ეს სახელმწიფო თუ რაც ქვია მას სახელმწიფო არც ქვია რა რეჟიმა რასაც უკეთებს ამ ადამიანებს მოდი ნახოთ ახლა ფილმი აუცილებლად და შემდეგ დარჩენილი დრო კვლავ ფილმებისთვის გამოვიყენოთ და კიდევ რამდენიმე შეკითხვაც მაქვს უბრალოდ მაინტერესებს საიდან მოხდი ამ ამბავში ზინოვკინას ამბავში უკრაინელების ამბავში და ასე შემდეგ დეკემბერი იყო მე და ამერიკა ჩამა მეგობარმა და მითხრა რომ ანასტასია ზინოვკინა დააპატიმრეს ეს გოგო გაიცნო რუსთაველზე და აი ესე გავიგე იმიტომ რომ მაშინ საჯაროდ არ იყო ყავდა კომერციული ადვოკატები რომელიც მალავდნენ ამ ფაქტს არასაჯაროვებდნენ ზინოვკინას და გრიბულის ამბავს მას მერე დავიწყე ზინოვკინასთან და გრიბულთან სამართლის სიარული პროკურატურას იმის ცოდნაც კი გამოცდილებაც და პროფესიონალიზმიც კი არ გააჩნდა რომ ისე შეეკერათ რომ ცოტა სინამდვილეს გავდის რა არც ეცადნენ რომ აი ოშანთქოში ისე დეტილურად მაინც რომ ჩარდეს რომ რეალური რამდენია რეალური ნარკოდანაშაულია არც იცია ხართხა ფუთხით ესე ჩაუდეს და იგივე ტიპები მე ვარ ანასტასია ზინოვკინა 31 წლის რუსი ქართველი პოლიტპატიმარი ალბათ ეს ჩემი ბედი იყო გარდაუვალი ამბავი რომ პოლიტიკური პატიმარი გავხდი არა რუსეთში სადაც აქტიურად ვიყავი ჩართული პოლიტიკაში არამედ აქ საქართველოში როდესაც განსაკუთრებულს არაფერს ვაკეთებდი და ქართული პოლიტიკური ისტორიის ნაწილი გავხდი მე და ჩემი მეგობარი არტომი საქართველოში სომხეთიდან 2024 წლის ოქტომბერში ჩამოვედით გვინდოდა ამ მშვენიერ ქვეყანაში დასვენება სანამ სამხრეთ ამერიკაში გამემგზავრებოდით. ბრაზილიის ბილეთები უკვე ნაყიდი გქონდა და შემდეგ არგენტინისკენ გვეჭირა გეზი. საქართველოში მიმდინარე პროტესტის შესახებ სიახლეები რუსულ ენაზე ნაკლებად გადმოიცემოდა. სახლიდანაც თითქმის არ გამოვდიოდით და ნაკლებად ვიცოდით იმის შესახებ, რაც გარეთ ხდებოდა. მაგრამ ერთხელ ტაქსით მგზავრობისას მძღოლმა მითხრა, რომ აქციის გამო გზა გადაკეტილია. მაშინ რეალობა შემოიჭრა ჩემს ცხოვრებაში. გადმოვედი მანქანიდან და რაღაც კაფეში შევედი. აქციასთან ახლოს საშინელი ქაოსი იყო. ჯერ ვერც მივხვდი რა ხდებოდა. როდესაც უცნაური კადრი დავინახე. ვიწრო ქუჩა, გაზის ბოლმა შეავსო, საიდანაც ნიღბებს ამოფარებული ახალგაზრდები გამრბოდნენ. მერე თითქოს აფექტში ჩავარდნილი ჩაფხუტიანი პოლიციელი გამოვარდა კვამლიდან და კაფის ვიტრინაზე უაზროდ დაიწყო ბრახონი.
შემზარავი სანახაობა იყო. ამ დროს დავინახე გოგონა, რომელსაც სახი გაწითლებოდა და თითქოს წყლულებით ჰქონდა დაფარული. ძლივს სუნთქავდა. პირველი რაც აზრად მომივიდა, ჩემი ალერგიის საწინააღმდეგო აბი დავალევინე. ბარისტას ფული მივეცი და აფთიაქში წასვლა ვთხოვე. გოგონას სახე შეუფუთეთ სველი ნაჭრებით, ისე როგორც ხანძრის დროს. არ ვიცი რა დრო გავიდა. წუთები საათებად მეჩვენებოდა, სანამ ბარისტა დავრუნდა წამლებით და ფიზიოლოგიური ხსნარით. იმ საღამოს არჭომს ვერაფერი მოვუყევი და მხოლოდ საქართველოდან გამგზავრება ვთხოვე. თუმცა არ წავედით და დავიწყეთ აქციებზე სიარული. საღამოობით პარლამენტთან ვარიგებდით დოლბანდებს, ნიღბებს, ხელსაყრელებს. ედოლობდით ჩაის, ჭიქებს, წყალს, ორცხობილებს. ამავდროულად სირცხვილის გრძნობა მახრჩობდა იმ ჩემი თანამოქალაქეების გამო, რომლებიც ამ ქვეყანამ მიიღო და თან სრულ იგნორირებას უწევდნენ იმ უბედურებას, რაც ამ ქვეყანაში ხდებოდა. არ ვიცი რას გრძნობდა არჭომი, რომელიც ძალიან კეთილია და მუდამ მზადყოფნაშია დაეხმაროს სხვას. ჩემთვის მისი პოზიტივი ფარავდა მიმდინარე მოვლენების ტრაგიზმს. არც არჭომს შეეძლო მშვიდად სახლში ჩდომა. თვითონ თხოვდა პარლამენტთან გასვლას და ამბობდა: ვაკეთოთ ის, რასაც ვაკეთებთ, რაც იქნება, იქნება. დარღვევების რიგი, რომელიც ჩვენი დაკავების დროს დაუშვეს. მოგვიტაცეს, არ იყო ჩართული კამერები. ჩხრეკდნენ გამომძიებლების მოსვლამდე. მჩხრეკდნენ კაცები, მემუქრებოდნენ, მათ შორის მკვლელობით, სექსუალურად მავიწროვებდნენ. პირი, რომელიც მაკავებდა ხელს, იდებდა სასქესო ორგანოზე და მეუბნებოდა: თუ გავინძრეოდი, სხეულის ამ ნაწილით დამშვიდა. თუ კი ოდნავ მოძრაობდი, ცოფდებოდნენ, რადგან ხელს ვუშლიდი ნარკოტიკის ჩადებაში. არ იქნება სამართალი! არ იქნება მშვიდობა! კამერაში ორ კვირაში ერთხელ მეზობლებს მიცვლიან. ზეწოლის ერთ-ერთი ფორმაა. საინტერესოა, ასე აპირებენ გაგრძელებას? მაგრამ მეორე მხრივ ეს საინტერესოცაა. ახალი ურთიერთობები, ახალი ხალხი. ვცდილობ ყველაფერში დადებითი დავინახო. და ეს მეხმარება. ყველაფრის მიუხედავად ვცდილობ ვიყო ყოჩაღად. და ვლოცულობ იმ ხალხისთვის, ვინც გარეთაა. გონიათ ვხუმრობ? არა. ერთხელ ჩემი კამერის მეზობლებმა საეკლესიო სანთლები იყიდეს და პროტესტში მყოფი ხალხისთვის ილოცეს, რომ მეტი არავინ დააკავონ, სცემონ და მოიტაცონ ისე, როგორც მე. თავისუფლება არტემ გრიბულს! თავისუფლება ანასტასია ზინავკინას! ძალიან მინდა ქართული კარგად ვისწავლო და წერილები მივწერო სხვა პოლიტპატიმრებს. ჩემი გული, ჩემი ტკივილი, ჩემი სული უკვე აქ არის. აწით ჩემი ცხოვრება ჭიდროდაა გადაჯაჭვული საქართველოსთან. მე და არჭომი ახლა მსოფლიოს სხვა კონტინენტზე უნდა ყოფილიყავით, თუმცა მათ ჩვენ მიგვიჩინეს ყველაზე საპატიო ადგილი, სხვა ნამდვილი პატრიოტების პოლიტიკური ტყვეების გვერდით. ყველაზე მტკივნეულია არჭომის გარეშე ყოფნა. მინდა ვხედავდე, მესმოდეს. სასამართლოში ვხვდებით ერთმანეთს და ვშვიდდები, რომ ცოცხალია, არაფერის ტკივა. იმედი მაქვს, მე და არჭომი გამოვნახავთ გზას და დაგორწინდებით. შემდეგ შევძლებთ ერთმანეთს წერილები, შევზღუდავად ვწეროთ და ტელეფონზეც ვილაპარაკოთ. სასამართლოსკენ, როდესაც მივყავარ, მსვავენ მჭიდრო, უფანჯრო მიკროავტობუსში. სადაც სივრცე იმდენად პატარაა, რომ მიჯრით ზიხარ მანქანის კედელთან. მოსახვევებში ხელებით ეჭიდები საკუთარ მუხლებს. თუმცა თუ მოახერხებ და ძალიან ახლოს მიიწევი პატარა ფანჯარა გალიისკენ,
შეგძლება მოусმინო მუსიკას, რომელსაც ხანდახან რთავს მძღოლი და დაინახო გარე სამყაროს პატარა ნაგლიჯი. ხანდახან ვფიქრობ, ჩემი ცხოვრება იმდენად დახუნძლულია, რომ 100 სიცოცხლეს ეყოფოდა და მეშინია სამუდამოდ არ დაიკარგო სიჩუმეში. ამიტომ ამ სიჩუმის დასამარცხებლად ვისწავლე ქართული სიმღერის სამშობლო დედაო ჩვენო სიტყვები, რომელსაც ხშირად ვღიღინებ. სამშობლო დედაო ჩვენო ანა, ეხლა თემურ ქათამაძეზე უნდა გავუშვათ ფილმი. რა გინდა შენ მაინც ყველაზე მეტად რო იცოდეს მაყურებელმა თემურთან დაკავშირებით, ისაც შეიძლება ვერ მოასწარი რომ ამ პატარა მოკლე ფილმში გეტყვა. მგონი მინდა რომ იცნობდეს და ამ ფილმის მერე უფრო მეტი ინფორმაცია მოიკვლიოს, იმიტომ რომ ბატონ თემურს ძალიან საინტერესო არქივი აქვს და ისე ძალიან უცნაური ახლა ვფიქრობდი რომ ყველა ვიღებთ ფილმებზე ადამიანებზე, რომელსაც არ ვიცნობთ და ვერც ვხედავთ, შეხებაც არ გვაქვს. ამიტომ ხო რთული ამოცანა და თან ამიტომ მათი არქივები, მათი ოჯახის წევრები არიან ძალიან კარგი მეგზურები და ამ შემთხვევაში ნინო მინდა კიდევ ახსნა კიდევ ერთხელ, რომელიც ძალიან უფრთხილდება ბატონი თემურის არქივს. და ამ შემთხვევაში ეს არქივი იყო ამოსავალი წერტილი ჩემთვის, ხო, რა თქმა უნდა, შთაგონება, როგორ უნდა მელაპარაკო ადამიანს არც ვიცნობ, მაგრამ იმდენად ბევრი რაღაც აქვს, ხო, ვიცი საქმეები მისი არქივიდან გამომდინარე და ეგ იყო რაღაც რთული ამოცანა, მაგრამ თან საინტერესო გამოწვევა როგორც რეჟისორის. აი ამ საინტერესო ადამიანს ახლა მაყურებელი აუცილებლად გაიცნოს ფორმულას ეთერში. ივანიშვილის ეგრეთ წოდებულმა ხელისუფლებამ თურქეთს გადასცა. ქართული ოცნება თვეებით ცდილობდა ქათამაძის გაცემებას.
ესეთი უნდა წარადგინო ახლა გიორგი მინდაძე, რომლის წინააღმდეგაც ორი მტკიცებულება იყო, მხოლოდ ფოტო, რომელშიც გიორგის ფოიერვერკი უჭირავს და ერთი პოლიციელის ჩვენება, რომელიც ამტკიცებს, რომ პიროტექნიკის ნამწვი მოხდა და ფეხი დაეწვა. ხო, იცი არის, ეს ისევ გავს ყველა ეს ჩვენებები ერთმანეთს და кейსები ეს პიროტექნიკას ის რო ჰაერში თუ ქვემოთისთვის ეგ არ ჩანდა. მე ხო, ნახეთ ეს ყველაფერი. მე ამ დეტალებში არ შევსულ ვარ ჩემ ფილმში, მე მინდოდა მეჩვენებინა გიორგი, რომელიც უნდა გამხდარიყო და გახდება სტომატოლოგი, რომელმაც კოვიდის დროს ეს ჩემ ფილმში არ არის, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ კოვიდის დროს მუშაობდა საავადმყოფოში სტუდენტი და უვლიდა კოვიდიან პაციენტებს, იღებდა ამაში მონაწილეობას, რომელსაც ძალიან უყვარს თავის სამშობლო. მე არ ვიცნობ მას, არასოდეს არ შევხვედრივარ, მაგრამ მისმა ნაწერებმა, რომელიც ჩვენ რესტავრაცია გავაკეთეთ მისი აზრების და ეს ფილმი მე არ გადამიღია ეს გავაკეთე ასე რომ ვთქვათ, იმიტომ რომ ყველაფერი მასალა ანუ როგორ თქვა ეს არის სტოკის ასე რომ ვთქვათ მის მასალები, რომლებიც იყო ინტერნეტში, ამის ფონზე ავაწყვე და ძალიან დიდი მადლობა ჩემი ჯგუფის წევრებს, ვინც დამეხმარნენ ამ ფილმის გაკეთებაში, ნოდარ ნოზაძე და გიორგი გოგოლაძე და ასევე პატარა კიტა ჩალაძე, რომელმაც გიორგის ხმა გააცოცხლა, ასე რომ ვთქვათ. ძალიან დიდი მადლობა. ჩვენ მე უბრალოდ მინდა მაყურებელს ვთქვა, რომ ჩვენ შუალედში მოვილაპარაკეთ, რომ ქართული კინოს პრობლემებს აუცილებლად შევეყებით ერთ-ერთ შაბათს ღია სივრცეში უსათუოდ, იმიტომ რომ ეს პრობლემები ნამდვილად სახეზეა, ნამდვილად დაგროვილია. გიტოვებთ ფილმს გიორგი მინდაძეზე. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ეს არის სრულმეტრაჟიანი 63 წუთიანი ფილმი, რომელსაც აუცილებლად ნახავს ფორმულას მაყურებელი მთლიანად და გემშვიდობებით მომავალ შაბათამდე. იანვარი 2014 წელი. რა მასწავლა ლექსმა. ლექსი ადვასათიანისაა. ამ ლექსში არის ქართველ ადამიანებზე, კერძოდ კი იმ სამას არაგველზე, რომლებაც თავი შესწირეს საქართველოს. ლექსის დასაწყისში მიმართავს თქვენ არაგველებო, გაუმარჯვებელ ომითა, კრწანისის მოძე დაცემულ გმირთა ნაადრევს სიკვდილს. წანისის ყაყაჩოებმა გამახსენა დაღუპული გმირების დაღვრილი სისხლი. მე ამ მოთხრობიდან ვისწავლე ჩემი ქვეყნის სიყვარული და ასევე მომაცობა. 23 ივნისი 2015 წელი, წვიმა საღამოს 10 საათი, სქურის მონასტერი. დღეს, როდესაც გავიღვიძე ავდექი, ლოგინი დავალაგე, კბილი გავიხეხე, ხელპირი დავიბანე, თევს ვაჭამე, გვარი თევზი ამოვიყვანე, მე და ერთმა ბერმა აუზი გამოვახლეთ პატარა ლიფსიტებისთვის. ჩვენ ორი ძაღლი ყავს. ერთის სახელია ბინგო, მეორის ჯიჯი. ბინგო 2-3 კვირაში დაყრის ლეკვებს. მათ სულ სჭირდებათ საკვები, მით უმეტეს ბინგოს. ორივე ძაღლს ძალიან უყვარს მოფერება. მაქვს 2 ცუდი ამბავი. პირველი, თევზავი მთლიანად დავსველდი, მეორე, თევზი რომელიც დავიჭირე, გამიხსდა და გაიქცა. 21 იანვარი 2014 წელი, თბილისი. მას ბევრჯერ შემოსევა მტერი და შემოსევისგან დამარცხების შიში აქვს. მეორე ტაეპში ადამიანური თვისებაა გაქრობის შიში. არც ერთი წუთით არ უნდა დავივიწყოთ ჩვენი სამშობლო. ჩემს კარგი იქნება თუ ცოდნითა და განათლებით სავსე ადამიანი გვეყოლება სამეგობროშიც და სამეზობლოშიც. საანსამოში და მთავრობაშიც თუ იქნებიან განათლებული ადამიანები საქართველოს აყვავებიდან ქვესკნილში კი არა, პირიქით უფრო ზევით წავიდოდა. მინდა კიდევ გაგიმხილოთ, მე საერთოდ არ მინდა ცოდნის შეძენა, რადგან არის ძალიან დამღლელი და შრომატევადი, რაც ძალიან მეზარება და არც მსიამოვნებს ეს პროცესი, მაგრამ საჭიროა და აუცილებელია ჩემი მიზნების მისაღწევად. 12 მარტი. რა ყოფილა ბიჭობა, მოშკაცობა. სხვას არ ჩავგრავდე, ყველა დაჩაგროს ესარჩელებოდე, საკუთარი თავის იმედზე იყო. შეწყალება შეგეძლოს.